Შუადღემშვიდობისა ეთერშია დიდი შესვენება 13 საათი შესრულდა და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიწყებთ ღია ერთ-ერთს ნიკო ცალანი, ანი ნინიძე და გიორგი წულაია ვიქნებით თქვენთან ერთად. მოდით თვალი გადავავლოთ იმ თემებს, რომელიც დღეს გადაცემაში გველოდება. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაცია. რას მოიცავს ეს პროექტი? გადაცემაში სტუმრად პროგრამის მენეჯერი თეონო ჭულუხიძე და საქართველოს სამართალთა კავშირის ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი თამარ მინდაძე. გამბედაობის კოდი, გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია. თემაზე ვსლად ისაუბრებს ტრენერი თენგო დოლიძე. ბათუმობა. გადაცემაში სტუმრად კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი შაბათავა. და ბოლოს დღეს ქორეოგრაფიის მსოფლიო დღეა. გადაცემაში სტუმრად ქორეოგრაფი თინეთი ნაბულაძე. გადაცემას ვიწყებთ ძალიან საინტერესო და ყურადსაღები თემით. ალბაითერ სამარიტელ გუნდი, იგივე ESB, არის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე დიდი სოციალური კეთილდღეობის ორგანიზაცია, რომელიც 1898 წელს გერმანიაში დაარსდა. დახმარების პროექტებს ახორციელებდა და მოგვიანებით მესვეურთა ინიციატივით 11 საერთაშორისო ფილიალიდან ერთი სწორედ საქართველოში გაიხსნა. ძალიან საინტერესო მისია აქვს ორგანიზაციას, თემაზე ვცლად ისაუბრებენ ჩვენი სტუმრები თეონო ჭულუხიძე, პროგრამის მენეჯერი და თამარ მინდაძე, საქართველოს სამარიტელთა კავშირის ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი. მობრძანდით ხალბატონ თეონარი, ხალბატონ თამარ, ფინანსური და ადმინისტრაციული მენეჯერი. მობრძანდით ხალბატონ თეონარი, ხალბატონ თამარ. ეხლა ვიხსენებდი, როდის ვიყავი ბოლოს კეთილი სამარიტანები. კეთილი რაღაცები გავახსენე, რაღაცები შემოძლო უკეთ-მეკეთები. მიხარია რომ ამას ესე ორგანიზებულად აკეთებს თქვენი ორგანიზაცია საამაყო ნამდვილად. უკვე წლებია თან 1898 წლიდან იწყება ათვლა ისტორიის და წარმოგვიდგენია რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელეთ. მოდით კონკრეტულად საქართველოს მასშტაბით ვისაუბროთ, ვახსენეთ ის, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ჰუმანიტარულ დახმარებას უწევდა ორგანიზაცია ჩვენს ქვეყანას. მოგვიყევით ჯერ აი ამ ჩართულობაზე 90-იანი წლების დასაწყისში და შემდგომ უკვე ისიც მოვყვეთ, როცა ფილიალი გაიხსნა უკვე ჩვენს ქვეყანაში და რა პროგრამები განახორციელეს მენეჯერებმა. გისმენთ ხალხო. ძალიან დიდი მადლობა მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, ამ თემით დაინტერესებისთვის. დიახ, როგორც ახსენეთ, საკმაოდ ძველი ორგანიზაცია არის. საქართველოში 2010 წელს დაარსდა ფილიალი, თუმცა პრეისტორია გვაქვს მანამდე, ეს არის 92-97 წლები, როდესაც ქვეყანას რეალურად საჭიროება ჰქონდა ჰუმანიტარული დახმარების და ეს იყო ზუსტად ASB-ს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია, ჰუმანიტარული დახმარებით ეხმარებოდა ქვეყანას. თუმცა მოგვიანებით უკვე განვითარებითი ტიპის პროექტებზე გადაერთო და 2010 წლიდან დღემდე აქტიურად ვცდილობთ, ძირითადად სამი მიმართულებით გვაქვს პროექტები. რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული დახმარება რჩება ერთ-ერთ მიმართულებად, ასევე გვაქვს მედეგობის პროექტები, სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების პროექტები. კადრებსაც ხედავთ ერთ-ერთი პროექტი, მაგალითად, რომელიც საქართველოს სომხეთის რეგიონს ფარავს, ეს გახლავთ საგანგებო სიტუაციების მიმართულებით გაძლიერების პროექტი, კერძოდ გადაუდებელი დახმარების სამეცნიერო ჯგუფის პირველად პრეცედენტული პროექტია ნამდვილად, პირველად რეგიონში, საქართველოში და სომხეთში იქმნება ორი ისეთი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ასე ვთქვათ, აკრედიტაციას გაივლის და საშუალება მიეცემა განახორციელოს აქტივობა კრიზისულ სიტუაციებში, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონის მასშტაბით და საკმაოდ ისეთი მასშტაბური პრეცედენტული პროექტია, რომ ქვეყანას და ქვეყნებს, ამ შემთხვევაში საქართველოს სომხეთს ექნება ამხელა რესურსი. ჩვენ უბრალოდ რა თქმა უნდა ვეხმარებით შესაძლებლობების გაძლიერებით, ჯგუფის ჩამოყალიბებაში, აღჭურვილობით და ასე შემდეგ. პრინციპში ეს რას ზოგადი მიმოხილვის თვალსაზრისით, თუმცა ალბათ უფრო საინტერესო იქნება ვისაუბროთ, მით უმეტეს თქვენს ტელევიზიაში ვართ სტუმრად, უკვე რა პროექტს, რა მიმდინარე პროექტი გვაქვს ამ წუთის მდგომარეობით, ეს გახლავთ ავსტრიის რესპუბლიკის დაფინანსებით პროექტი.
უთანასწორობის შემცირება და კრიზისში მყოფ ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება, მხარდაჭერის გაძლიერება. ეს არის დაახლოებით 2 წლიანი პროექტი, დავიწყეთ 2024 წელს და დავასრულებთ 2026 წელს და მოვიცავთ როგორც აჭარის, სამეგრელოს, ასევე გურიის რეგიონებს, საკმაოდ ამბიციური პროექტია, შეიძლება ითქვას. ისტორიები როგორ შეაგროვეთ, საინტერესოა თვითონ დაგიკონტაქტდნენ ეს ქალბატონები თუ თქვენ იპოვეთ თითოეული? რეალურად ძიმე არის ისეთი არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად მსოფლიოშიც ისეთი ძალიან ფაქიზი საკითხი არის. რა თქმა უნდა ძალიან რთულია რომ ესე გამოაცხადო რომ აიცეთ რა პროექტი მაგ სერვისი მაგ და აბა მოგბრძანდით ვინც ხართ ძალადობის მსხვერპლი წარმოუდგენელია. ამიტომ პირველ ეტაპზე ჩვენ დავიწყეთ უფრო ცნობიერების ამაღლებით. კონკრეტულად მიმდინარეობს და აქცენტს ვაკეთებთ თვითონ თემის დონეზე. ფაქტიურად ფარავთ აჭარა, გურიის და სამეგრელოს ყველა მუნიციპალიტეტს, რა თქმა უნდა ყველა სოფელს ვერ მოვიცავთ, მაგრამ მუნიციპალიტეტს და იქნება თვით დახმარების ჯგუფები. ეს არის ესეთი უფრო საპილოტო ინოვაციური ფორმა. ამ ადამიანებს ესენი იქნებიან აქტიური ქალბატონები, ადამიანები, ვისაც უნდათ რომ შეცვალონ რაღაცა თავის თემში. ეს ადამიანები გაივლიან ნაწილმა გაიარა უკვე 2 დღიანი გადამზადება. ერთი თემა არის თვითონ რა არის ძალადობა, რა ფორმები არის. როგორ ვებრძოლოთ, რა მექანიზმები არსებობს, იურიდიულიც. ეს თქვენი წარმომადგენლები ჩადიან კონკრეტულ ლოკაციაზე და ატარებენ ტრენინგს როგორც. და მეორე არის უკვე აი ფსიქოლოგიური პირველი დახმარების ტრენინგი, რომელიც არის როგორ სწორად როგორ დაეხმარონ ამ ადამიანებს ისე რომ ან შეურაცხყოფა არ მიაყენონ ან რაღაცა პირადი აი აქაც ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. სიკეთესაც თავის წესები აქვს, ხო, სიკეთეს გაკეთება. გამოცხადებული იყო ვაკანსიების შექმნა 2 ჯგუფი აჭარაში, ბათუმში, მეორე სამეგრელო ზუგდიდში, ორივე ჯგუფი ერთად ფარავს გურიას. ჯგუფის წევრები არიან ფსიქოლოგი, იურისტი, სოციალური მუშაკი. ანუ ის სფეროები, რომელიც რეალურად საჭიროა ამ თემის პრევენციისთვის. რაც გარკვეულწილად მეცნიერებასაც იწვევს ალბათ ხოლმე ისეთი შემთხვევაში. დიახ, თვითონ ცენტრებიც თვითონვე აქვთ ასეთი 3 ტიპის სერვისია ცენტრში, ეს არის ცხელი ხაზი. არის ადგილზე, ანუ ვინც მივა მოემსახურებიან და სრულად უფასოდ გაუწევენ კონსულტაციას, როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე იურიდიულ და არის მობილური სერვისი, როდესაც ბენეფიციარი ვერ მოდის ჩვენამდე, ასე ვთქვათ, ჩვენ მივდივართ ბენეფიციარამდე. აი ახლა რა პროცესშია ეს პროექტი, საწყის ეტაპზეა თუ უკვე პროცესი მიმდინარეობს? ეს არის დაახლოებით 7 თვეა, რაც დავიწყეთ პროექტი. ფაქტიურად აქტიურ ფაზაში შევედით. უკვე მოვიყვეთ აი კონკრეტული ისტორიები ადამიანების, ქალბატონების ძირთად რა სახის ძალადობის მსხვერპლნი არიან ისინი? ნამდვილად ღიად საუბრობენ ამ თემაზე. როგორია მათი ოჯახის წევრების თანადგომა ისეც ნიშანდობლივია, მოგვიყევით. ნახეთ, თამრმა ახსენა ეს ინოვაციური მიდგომა, თვითდახმარების ჯგუფების ფორმირება. რატომ არის საინტერესო ეს მიდგომა? იმიტომ რომ თემის დონეზე, როცა ისევ თემის წარმომადგენელი ცდილობს, ასე ვთქვათ, გამოავლინოს, ინფორმაცია გაავრცელოს ამ მიმართულებით, ბევრად უფრო მარტივდება, ჯერ ერთი რომ სანდოობას ზრდის და ბევრად უფრო მარტივდება, იმიტომ რომ როგორც წესი ძალიან რთულია მსგავსი ბენეფიციარის, ასე ვთქვათ, გამოყვანა, იდენტიფიცირება, ამაზე ხმამაღლა როგორც წესი არ საუბრობენ, იმიტომ რომ სტიგმა არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად ჭირს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს ინოვაციური მიდგომა შევიმუშავეთ და ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, რომ ბევრად გამარტივდეს
ღიაობა იყოს უფრო მეტი და კომუნიკაცია. ისევ თემის წარმომადგენლები იყვნენ აქტიურები, რომ ასე ვთქვათ, ინფორმაცია გავრცელონ, რომ არსებობს მსგავსი სერვისები, მაგალითად როგორც თამარმა ახსენა, საკონსულტაციო ცენტრები არსებობს ბათუმში, სამეგრელოში, სხვადასხვა სერვისები როგორც ჩამოთვალა, ხო, მობილური სერვისი იქნება ადგილზე, ასე ვთქვათ, მისვლის კუთხით, ცენტრებში შეუძლიათ ბენეფიციარებს მოსვლა, 24/7-ზე ცხელი ხაზი არსებობს და შესაბამისად აქ უკვე ფსიქოლოგიური იქნება თუ იურიდიული დახმარება ამ მიმართულებით ბენეფიციარებს ვეხმარებით. გარდა ამისა, აუცილებლად ხაზგასასმელია შემდგომი ეტაპი. ერთი არის, რომ გამოვავლინოთ და რაღაც ვთქვათ, გავუწიოთ გარკვეული კონსულტაცია, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია ეკონომიკური გაძლიერება ამ ქალების, იმიტომ რომ ამას უნდა მოყვეს რაღაც მდგრადი, გრძელვადიანი მზაობა იმისთვის, რომ შეძლონ გამოსვლის შემდეგ გადარჩენა და არსებობა დამოუკიდებლად. აი ამ ეკონომიკური განვითარების გზაზე თქვენი როლი არის საინტერესო უკვე გამოვლის შემდეგ. კი ბატონო, უკვე გვაქვს კიდეც გამოცხადებული უნარების განვითარების ტრენინგი, სადაც ნებისმიერ მსურველს ამ რეგიონის, ასე ვთქვათ, რეგიონში მცხოვრებ ქალებს შეუძლიათ შემოიტანონ განაცხადი, მათ შორის არა მხოლოდ, ასე ვთქვათ, ონლაინ, არამედ ჩვენ ცენტრებში მობძავდნენ ცხელი ხაზები, რომლებიც ალბათ გამოჩნდება ეკრანზე უკვე. იქაც დაგვიკავშირდნენ და ჩვენ მაქსიმალურად გავუწევთ დახმარებას, რომ ვთქვათ, ფორმები შეივსოს, ავხსნათ რაზეა საუბარი, რომ კონკრეტული უნარების განვითარება, ვთქვათ, იქ კომუნიკაცია, ის უნარები, რომელიც არის ბაზისური, დაეხმარებათ მათ, ვთქვათ, სამომავლოდ დასაქმებაში, ხო? გარდა ამისა, გვაქვს მეორე ტიპის, ეს არის უკვე პროფესიული განვითარების ტრენინგები, რაც მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აქ უკვე მათი სურვილიდან გამომდინარე, ვის რა, ასე ვთქვათ, გამოცდილება აქვს, ვის რისი უნარი აქვს და რისი სურვილი აქვს, სად ხედავს პოტენციურად, ვთქვათ, სამომავლოდ თავს. მაგის მიხედვით უკვე ჩვენ ვცდილობთ დავაკავშიროთ ეს ქალები კონკრეტულ ორგანიზაციებს, ანუ ბიზნესებს, მოდით ესე ვთქვათ, ვისაც გადამზადდებიან და სამომავლოდ უკვე კონკრეტული სხვა კერძო კი ბატონო, თანამშრომლობთ და მათ შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გადავცემთ კონკრეტულ აღჭურვილობას. მაგალითად, თუ ვინმეს უნდა გახდეს ვიზაჟისტი პირობითად, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ გადავამზადებთ და ვასწავლით, დამატებით გადავცემთ კიდეც ამ აღჭურვილობას, რომ დასაწყისისთვის, ხო, ანუ რაღაცნაირად ფეხზე დავაყენებთ ესე რომ ვთქვათ. ეს სტიგმა ეკონომიკური დამოუკიდებლობის, ხო, რაღაცნაირად ფესვები აქვს გადგმული სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში და მსგავსი პროექტები ამ ადამიანებს საშუალებას აძლევს, რომ განთავისუფლდნენ აი ამ კლიშეებისგან. თუმცა მე მაინტერესებს თქვენ რა პრობლემებს აწყდებით პროექტის განხორციელებისას. ეს არის, ვთქვათ, ბენეფიციარებთან და მათ ცნობიერებთან დაკავშირებული პრობლემები, თუ ინფრასტრუქტურა ან კავშირი საინტერესო, თუ მაინც მივდივართ სტიგმიდან გამომდინარე ჩაკეტილ ბენეფიციარებთან საინტერესოა. დიახ, კი ბატონო. აი ბოდიშით როგორც ხვდები ამ პოსტერებს უყურებს, ძირითადად ქალთა მიმართავლობა კაცების მხრიდან ეს თემა არის ლაიტმოტივი როგორც ხვდები, ხო? კი ბატონო. ხო, კი ბატონო, ეს და არა ალბათ არა მხოლოდ, ძალადობის ძალიან ბევრი ფორმა არსებობს და ფსიქოლოგიური ზეწოლა, მანიპულაცია. ხო, ნუ როგორც წესი პირველი რაც ახსენდებათ ხოლმე, ეს არის ფიზიკური, ხო, რაც ყველაზე მეტად საჩინო არის, მაგრამ ვერ ხდება, ვერ მიხვდეს ხალი როგორ არის ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი. აქ ფილტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი და გრძნობს დისკომფორტს, მაგრამ ვერ ხდება რატომ ამ დროს არის მანიპულაცია. ეს არის ჩვენი მიზანიც და ინოვაციური მიდგომა რაში გულისხმობს ამ თემაზე, ხო სახელმწიფო პროგრამები არსებობს, ბევრი PR კამპანია ყოფილა, მაგრამ ერთი არის, ვთქვათ, სადაც ვიღაცა ჩადის, ამას უყვება და მიდის და ეს გადის და ეს ინფორმაციისგან ეზერჩება ხო? კი, ჩვენი თვითდახმარების ჯგუფები ეს არიან ადამიანები, ისეთივე ადამიანები, მათი მეზობლები, რომლებიც აი ერთი რო ზუსტად იციან თავისი თემი, ყველა განსხვავებულია, ყველა რეგიონი განსხვავებულია, გურიაში სხვა არის, სამეგრელო აჭარაში თვითონ სოფლებშიც სხვადასხვა არის, იმიტომ რომ არის სოფლები, სადაც
ერთი გვარი ცხოვრობს მაგალითად და რაღაცა ოჯახიდან ამის გამოტანა რო სერცხვილია იქ აი ოჯახებთან თუ მუშაობთ საინტერესოა ერთია რომ ამ ადამიანებს თქვენ ეხმარებით რაც ფასდაუდებელია ხო ამოიცნონ რა არის ძალადობა როგორც ფსიქოლოგიური ასევე ფიზიკურ ყველა ხდება ბუნებრივად ძირითადად აქ არის ფსიქოლოგიურ ძალადობას საუბარი რომელსაც ვერ ხდება თუმცა დისკომფორტს განიცდის მაგრამ თვითონ პრობლემის არსთან თუ გვიწევს მუშაობა ამ ოჯახებთან იგივე მამაკაცებთან მოძალადებთან საინტერესოა როგორ არის ჩვენ სამწუხაროდ ეს ფაზა პროექტის ეს ფაზა ესე უშუალო მუშაობას მოძალადესთან არ გულისხმობს, მაგრამ საინფორმაციო ამ შემთხვევაში კი უფრო მსხვერპლზე არის ორიენტირებული, თუმცა ცნობიერების ამაღლების კუთხით, შეხვედრების კუთხით ჩვეულებრივად მამაკაცებთანაც არის კონსულტაციები. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვერ ხვდება რომ კი განსაკუთრებით ხა ეს რა თქმა უნდა არ ეხება ფიზიკურ ძალადობას იმიტომ რომ ხა რომ უკრავდა ამას ვერ ხვდები უკვე სხვა პრობლემაა თუმცა ეკონომიკურ საქმიანობას რო უბძალავს ესეც უკვე ძალადობა ეკონომიკურ საქმიანობას აკრძალვა ზოგადად შეზღუდვა ნებისმიერი სახის თუნდაც უთხრა რომ წონაში მოიმატე და არ ჭამა ესეც ძალადობის ფორმა არის თუმცა არის ისეთი ფორმები, ვთქვათ, ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცი შეიძლება ვერ ხვდებოდეს, რომ ამით რა ზიანს, რა დონის ზიანს აყენებს პარტნიორს. ეს მარტო მამაკაცს არ ეხება, ეს არის მშობლებსაც, აი ჩვენ ხონია პრობლემა მშობლებთან, დედასთან სკოლიდან წამოვიდა თემა რომ აი ბავშვს დაჭერდა ანუ ფსიქოლოგის ჩართულობა დახმარება რა თქმა უნდა ბავშვთან კონსულტაცია მშობლის გარეშე არ ხდება და როდესაც ჩავეძიეთ ეს არაფერი ისეთი ეს იყო რომ აი თავში წამოვარტყი ან ცოტა ხმამაღლა უთხარი აბა ისე როგორ გავაკეთო ეს დედასა და შვილიდან იყო ესეთი ჩვენ ფსიქოლოგი რომელიც ესაუბრა დედას და უბრალოდ აუხსნა რა შედეგებამდე მიიყვანს. კი, დღეს ეს ბავშვი დამშვიდდება, დაწყარდება, ხმასაც არ ამოიღებს შიშით თუ რა ესეთი, მაგრამ აი რა შედეგებამდე მივა როცა გაიზრდება, ბიჭდება საუბარი ტირილით გავიდა, იმიტომ რომ ამას ვერ აცნობიერებს შედეგს, რა შედეგს მოგიტანს, ამათ ვერათ ვიცნობიერებს. ასევე ვერათვე ცნობიერებენ მშობლები რა შედეგებამდე მივა ბავშვი, რომელიც ესეთ ოჯახში იზრდება. შეიძლება არავინ ბავშვზე არ ძალადობს, თუმცა უკვე საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ ოჯახში სადაც ძალადობა ბავშვიც აღიარებულია მსხვერპლად, იმიტომ რომ ის მის ფსიქოლოგიურ, მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ანუ ის რომ არ დავანახოთ, თქვა ბავშვი ვერ ხედავს, არ ვასპენინებ. ჩვენ ეს თემა სამწუხაროდ არ არის ისეთი, როგორ გავზარდოთ ბიჭი შვილები. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ როცა ვსაუბრობთ ადამიანებზე, მოძალადე მამაკაცებზე, მივდივართ ისევ პრობლემასთან, აღზრდის პრობლემასთან, ტრავმა რომელიც ბავშვობაში მიიღო, თუნდაც ასეთი რაღაცა ეს მარტივი რო გგონია და არაფერს დაუშავებს ერთი წარმორთქმა ბავშვს და ეს შეიძლება ისე დაილექოს და უბრალოდ იქცეს ის მოძალადე. ანუ ამბობთ რომ ხშირ შემთხვევაში მსხვერპლი ბიჭები არიან და მამაკაცები მოძალადეების შემდეგ ზრდასრულ ასაკში. არა, თქოს რომ ეს კომპლექსური საკითხია. სტატისტიკური არის, სოფლიო სტატისტიკიდან გამომდინარე არის, რომ რაღაცა მოძალადე მამის შვილი სტატისტიკურად უფრო მიდრეკლია თვითონაც, იმიტომ რომ ამას უყურებს, ამას ნორმად თვლის ერთი ვარიანტია. იგივე არის გოგონა, რომელიც თქვა თხოვდება და ქმარი არის მოძალადე, თუ ესეთ ოჯახში არის, ამას ნორმად თვლის. ამისი პრევენცია ესე, რასაც ჩვენ პარალელურადაც ვაკეთებ და გვინდა რომ გავაგრძელოთ ეს არის ჩვენი მომავალი თაობის ინფორმირებულობა და განათლება ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებიები, ვთქვათ, ჩემი თაობის სხვა გარემოში არიან გაზრდილი, ჩემი თაობის ქალბატონებიც სხვა მენტალობით არიან და ეს ბავშვები, რომლებიც ეხლავე მოდიან, რომლებიც იციან
რა არის ძალადობა, რა უფლება აქვთ, იმიტომ რომ ძალადობას ფორმები ბევრია. ხო ვერ გაიხსენებთ თქვენი ბულინგის თემა, ხო? თქვენი საქმიანობის ფარგლებში აქტუალური ნაწილები ალბათ. ახალგაზრდებში და არა მარტო ეს არის ბულინგის თემა, ანუ არის ასევე კიბერძალადობა, ანუ ვთქვათ ეხლა სამწუხაროდ როგორც არ უნდა შევსხუდოთ ჩვენი შვილები, მაინც ღია, მაინც ეს ამ მიმართულებით გააქვთ პროექტები? იგივე ცნობიერების ამაღლება. ეს ყველა ეს კომპონენტი შედის ჩვენ იმაში პროგრამაშიც და კამპანიაშიც, იმიტომ რომ ძალადობა არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მენტალური, ტექნოლოგიური, რეპროდუქციული, ანუ ბევრი ფორმა აქვს და აი ძალიან მაქსიმალურად სრული ინფორმაცია მივაწოდოთ ამ ბავშვებს და რისი უფლება აქვთ. როგორ ამოიცნონ ძალადობა, რისი უფლება აქვთ და ასევე ხშირად და აუცილებლად თვლი რომ ბავშვებმაც და უფროსებმაც უნდა იცოდეთ როგორი სასჯელი მოყვება ამას. ანუ რა სასჯელს გულისხმობ კანონის ფარგლებში რომ ეს რაღაცა იცოდნენ მათ საქციელს მათ მიმართ ხშირად ვთქვათ ამ თემას გადაცემას და სახელმწიფო რეაგირებს მყისიერად ხოლმე ხშირ შემთხვევაში ასე ძალადობაზე ბენეფიციარებს სჭირდება სწორი ინფორმაციის მიწოდება თუ როგორ უნდა მოიმოქმედონ ბოლო დროს რეაგირება არის მყისიერი და საკმაოდ ისეთ ეფექტური ხელშესახმელი მე ამ ინფორმაციას ხაზი რომელიც 24 საათიანია და გათვალისწინებულია ფაქტურად ყველა ეთნიკური მიმართულება, იმიტომ რომ არა მარტო ქართულენოვანია, თითქმის ყველა ენას მოიცავს, რაც საქართველოში ყავს მოსახლეობა. ამ მხრივ ბევრი კეთება, თუმცა არასაკმარისი, რა თქმა უნდა. პოლიციაც ჩართულია, ხა უბნის ინსპექტორები პოლიციასაც ჩართულია, თუმცა არის სტიგმა, როდესაც ოჯახურ ძალადობას ვაწყდებით და ეს არ არის ესეთი სოს შემთხვევა გადაუდებელი, რომ შემივედი და დასისხლიანებული დამხვდა რომელიმე ოჯახის წევრი და წავიყვანო, მაგრამ ზარი ხორციელდება და შეიძლება კონკრეტულმა ადამიანმა და არა ზოგადად სტრუქტურაზე არ ვსაუბრობ, ჩათვალოს რომ ეს მათი პრობლემა არის. ხო, ესეც სტიგმის ნაწილია. სტიგმის ნაწილია, რომ ოჯახში ძალადობა, ანუ რაღაცა პრობლემა უნდა დარჩეს ოჯახში. თქვენ ახსენეთ გარკვეულწილად ვოკალურად აღმოფხვრა პრობლემის, თუმცა ხშირ შემთხვევაში არსებობს ეს ტრადიციასთან მიბმული პრობლემები, მაგალითად როგორიც არის ნაადრევი ქორწინება, მაგალითად რომელიც ტრადიციული. ამ შემთხვევაში ამ ფუნდამენტურ პრობლემამდე როგორ მიდიხართ და აქ თუ მუშაობთ ისე რომ მაგალითისთვის ეს ადამიანები არ იყვნენ მომავალში ძალადობის მსხვერპლი. იმიტომ 13 წლის 14 წლის ასაკში გათხოვილი გოგონა რომელიც არ არის კიდევ მომწიფებული ისე როგორც ვაჟების შემთხვევაში ხშირ შემთხვევაში ხდებია შემდეგ ძალადობის ესეთი ქორწინება კანონიერად ვერ დარეგისტრირდება არა კანონიერად არ რეგისტრირდება არის ესეთი შემთხვევები როდესაც გამოვლენა ხდება სკოლაში სოციალური მუშაკის მიერ იმიტომ რომ თვითონ სკოლებში სოციალური მუშაკების როლი არ არის ესეთი ხელწამოსაკრავი, საკმაოდ საჭირო ფუნქცია არის სკოლაში, იმიტომ რომ ეს ადამიანი აკვირდება, ხედავს, ხა იყო შემთხვევა, როდესაც გოგონა არ მოვიდა 1 დღე, 2 დღე, მას აქვს უფლება, რაც არ აქვს თქვათ უფლება ან პედაგოგს, ან იმას რომ მივიდეს ოჯახში შეამოწმოს სიტუაცია. გოგონა აღმოჩნდა ორსულად თქვათ და ესეთი გამოვლენა ხდება და რეაგირებაც ხდება, იმიტომ რომ მშობლებიც შეიძლება და რიგ შემთხვევაში ხდება კიდევაც რომ პასუხისმგებლობის თანამონაწილეები არიან. კი, მან რეალურად მთავარი არის ამ პრობლემის დაფიქსირება, ანუ
ცნობიერების ამაღლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს გახმაურებული ფაქტი, როდესაც ნაადრევ ასაკში დაოჯახებული გოგონა მამამ და ოჯახმა უკან არ მიიღო და შემდეგ ეს ფატალურად დასრულდა, როდესაც ქმარმა მოკლა თავისი ესე იგი ეგრეთ წოდებული ცოლი, რომელიც არ იყო კანონიერ ქორწინებაში. ამიტომ ეს მოწყვლად რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ პროექტების განხორციელება. მოდით მიუბრუნდეთ ჩვენს პროექტს, როდის დასრულდება, როგორ უნდა მიიღონ ბენეფიციარებმა მონაწილეობა და ნელ-ნელა დავასრულებთ ჩვენ საუბარს. კი ბატონო, როგორც აღნიშნე, გამოცხადებული გვაქვს ეს ღია კონკურსის წესით ხდება ჯობშიზე, თუმცა ჩვენს ოფისებში, როგორც ბათუმში, ასათიანი 127 ნომერში და ზუგდიდში ლერმონტოვის ქუჩაზე ჩვენი ოფისების საშუალებით შეუძლიათ ისარგებლონ ბენეფიციარებს. მივიდნენ ადგილზე და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან, რომ თქვა შესაბამისი ფორმა შეავსონ და ზოგადად აუხსნან რა ტიპის ტრენინგებზე მიიღებენ ამ მომსახურებას. ნუ დამატებით რაც ვთქვით პროფესიული განვითარების მიმართულებით, იქაც კი ბატონო. დიახ, დაგვიკავშირდით, თუ შეიძლება მზად ვართ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ და მაქსიმალურად ასე თქვა გავცეთ ეს ინფორმაცია. თქვენი ჩართულობაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და პლუს ამას ახსენეთ კამპანია ხო, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტიგმის დასაძლევად და სტიგმის დასაძლევად პირველ რიგში ინფორმაციის ფლობა არის მნიშვნელოვანი, რისი უფლება გვაქვს და ასე შემდეგ მე სად მივმართოთ, ვის მივმართოთ და ვინ დაგვეხმარება. ზუსტად ამ მიზნით პრინციპში თბილისშიც, აჭარის რეგიონშიც, სამეგრელოს რეგიონშიც და გურიაშიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში გვაქვს გაკრული სპეციალური სტიკერები, სადაც ასევეა ჩვენი ნომრები მითითებული, გოგოები ამბობენ არას კამპანიის სახელით, რაც არ მგონია რომ ძალიან ისეთი გკითხოთ, აი ძალიან მოკლე მესიჯია, მაგრამ მნიშვნელოვანი. აი რაღაცა მყისიერი რეაგირება ვახსენეთ, ხო? რაღაცა ადამიანების უფლებების დაცვა კანონის ფარგლებში, როდესაც манипуляციას აქვს იმდენად ფარული სახე, რომ ეს მკაფიო გამოხატულება არ აქვს, თითქოს არც შრამი აქვს ადამიანს, არ ძალადობის მსხვერპლია და ძალიან რთულია აუხსნა სამართალ დამცავებს რას განიცდი, როგორ განიცდი, ამ შემთხვევაში როგორ დავიცვათ თავი. იცით როგორ არის რეალურად, როდესაც მსხვერპლი ანუ უკვე აღიარა, გაათვისობიერა და მივიდა თქვათ სასამართლომდე საკითხი. ამ შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკია მენტალურ ჯანმრთელობაზე, ანუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, აქ ერთვებიან ექსპერტები. გასაუბრება ხდება ფსიქოლოგებთანაც და უკვე ის ექსპერტი დებს ასე ვთქვათ დასკვნის სახით, რომ რთულია რა თქმა უნდა. თუმცა როდესაც უკვე თვითონ მსხვერპლმა გადადგა ეს ნაბიჯი, მერე უკვე უფრო კარგად აგვაქვს საქმე, იმიტომ რომ არის მექანიზმები, არის სერვისები, არის მხარდაჭერის ცხელი ხაზი თუ ანუ სახელმწიფოს მხრიდანაც რთული არის მივიყვანოთ ადამიანი აი ამ ნაბიჯამდე. ეს არის ჩვენი მიზანი ამ პროექტის. ეს პროექტი არის როგორც თეომ თქვა ამ ჩვენ სამ რეგიონში, თუმცა აჭარაში ჩვენ ასევე გვაქვს პროექტი უკრაინელი ქალბატონებისთვის. იგივე ზუსტად და მათაც ვემსახურებით უფასოდ ეს ომიდან დევნილები ჩვენ დავიწყეთ თავიდან უფრო ფსიქოლოგიური მხარდაჭერის კუთხით, ასევე ინტეგრაციის კუთხით, ენა სხვასწავლით, ბავშვების აქტივობები, გუნდები და ეხლა დაგვემატა ეს კომპონენტიც უკრაინელი ქალბატონებისთვის. ამიტომ ამ ჩვენი კამპანიების მიზანიც არის, რომ რაღაცა შეიძლება სტატისტიკა გაიზარდოს, ძალადობის მსხვერპლის სტატისტიკა, სახელმწიფო სტატისტიკა, მაგრამ ეს იმის ნიშანია, რომ მეტმა ქალბატონმა თქვა არა და მეტმა ქალბატონმა გადადგა ეს ნაბიჯი. ეს არ ნიშნავს, რომ ძალადობის დონე მოიმატა. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ცნობიერების ამაღლებამ გაიზარდა. დიდი მადლობა ქალბატონებო. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს დღეს სწორი რა მაგინიშნა რომ ხშირად მოძალადე თავად იყო ძალადობის მქონე. ძალადობა შობს ძალადობას ძალიან მნიშვნელოვანია ამ ციკლის გაწყვეტა. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად წარმატებული გემშვიდობა. დიდი მადლობა. ნახვამდის.
რამდენად გამბედავები ხართ მეგობრებო, საინტერესოა, მოგწერეთ თქვენი კომენტარები ჩვენს ამ მონაკვეთზე, რომელსაც დავდებთ ეთერში. გამბედობის კოდი ასე ეწოდება სემინარს, რომელიც ბათუმში გაიმართება და მას ახორციელებს ჩვენი სტუმარი თენგო დოლიძე, რომელსაც მოვიწევ სტუდიაში. მოგესალმებით. გამარჯობა თენგო. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა რომ ხარ დღეს ჩვენთან ერთად. მადლობა რომ ვარ თქვენთან ერთად. მაინტერესებს სანამ პროექტზე დავიწყებთ საუბარს, შენ როდის აღმოაჩინეს შენ თავში რომ ხარ გამბედავი? ან არ ხარ, საინტერესოა. არა, მე ძალიან გამბედავი ვარ. როდის აღმოვაჩინე? როდესაც გავაცნობიერე, რომ ჩემს წინ დგას მომავალი. არა უბრალოდ როგორც დროითი მოცემულობა, არამედ როგორც შესაძლებლობა. და თუ მე ამას ხელს არ შევუწყობდი და მოდი ასე ვთქვათ, აი გამოწვდილი ხელს არ ჩამოვართმევდი, არ შევაგებებდი მეორე ხელს ჩემი მხრიდან, ამ შესაძლებლობებს დავკარგავდი. სწორედ მას შემდეგ დაიწყო ჩემი განსაკუთრებული მოგზაურობა ამ სამყაროში და ეს მოხდა 19 წლის ასაკში, როდესაც პირველად წავედი სასწავლებლად საზღვარგარეთ და აქედან დაიწყო ჩემი მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია. აი, გამბედაობა რას მოიაზრებს? რას ვეძებთ საკუთარ თავში? ზოგადად რას ნიშნავს ეს სიტყვა? აი, რაღაცა რისკები არ უნდა გვაინტერესებდეს ისე გავბედოთ, თუ თან რაციონალურად გამბედავები როგორ ვიყოთ? პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ გამბედაობა უშიშრობა არ არის. უშიშრობა არის ილუზია და გამბედაობა არის არჩევანი. შენ შეიძლება გეშინოდეს, მაგრამ მაინც იმოქმედო. იმიტომ რომ ზუსტად იცი თუ ამას არ გააკეთებ, უფრო მეც დაკარგავ, ვიდრე ამის გაკეთების შემთხვევაში. ჩვენი ხვალინდელი შეხვედრა დაეხმარება ადამიანებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა, რა თქმა უნდა, აქ იქნება ძალიან საინტერესო სავარჯიშოები, ერთმანეთის წარმოდგენის, გაცნობის, გაზიარების რაღაც პრაქტიკული სავარჯიშოები, რომელიც ამ ყველაფერს უფრო საინტერესოს გახდის და ამის საფუძველზე ჩვენ აუცილებლად საკუთარ თავში მივაგნებთ იმ რაღაც კოდს, რომელიც შეიძლება იყოს ეგვიპტური იეროგლიფების მსგავსი, ან ქართული გაუგებარი და ხო, ჯერ გაუგებარი, მაგრამ თურმე აღმოვაჩენთ, რომ არც ისე რთული და პირიქით ჩვენთვის ძალიან ახლო. აი, ხშირად ისმის ბოდიშნიკო რო გაწყვეტინებ ეს ფრაზა, რომ უნდა გავხდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია, ხო? აი, მიზანი არის ეს და ხშირად რომ შევეჯიბროთ აუცილებლად გუშინდელ ჩვენმეს. ხო და ჩვენმეს ვეჯიბრებით თუ მაინც სხვას ვეჯიბრებით. აი, აქ ზღვარი სად გადის? ეს საუკეთესო ვერსია ჩემი თავის რაც წარმომიდგენია. ეს ვიღაცაზე ვახდენ სწორებას ავტორიტეტზე და მას მინდა დავემსგავსო და ამას ვეძახი ჩემს საუკეთესო ვერსიას თუ ჩემი თავის ჩემი უნარების განვითარება მსურს ეს როგორ უნდა დიფერენცია როგორ მოვახდი? ანი, ეხა შეეხე კოუჩინგის ერთ-ერთ მოკლედ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს თვით გამორკვევას და ეს არის ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო პროცესი. ამაში ჩვენ რამდენადაც არ უნდა გვინდოდეს ამის აღიარება თუ დაშვება, აუცილებლად მონაწილეობენ ის ადამიანები, ვინც ჩვენს ირგვლივ არსებობენ. ეს შეიძლება იყოს მეგობარი, დედა, მამა და ასე შემდეგ, ან საერთოდ არ იყოს ახლობელი და შენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი, მაგრამ მასში მოგწონდეს რაღაც ისეთი, რის გამოც შენ მიმბაძველობა კი არ გაქვს, გინდა რომ ეს უნარი შენც მიითვისო, გქონდეს, განივითარო და ასე გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ძალიან სწორად ახსენე. ანუ ეს მისაღები პრაქტიკა არის. კი, ბოლო პერიოდში ეს ძალიან ხშირად ისმის და თითქოს აი თავარი მესიჯი ტრენინგებიდან, ასეთი ტიპის შეხვედრებიდან რაც გვესმის არის ზუსტად ის, რომ გახდი საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, ხო? რასაკვირველია საკუთარი თავის განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც ადამიანმა შეიძლება მიიღოს მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს პროცესი არის ჩვენი დაბადებიდან ბოლო მომენტამდე და ყოველთვის გრძელდება და ამ პროცესის განმავლობაში ჩვენ ვხვდებით ისეთი ტიპის ბარიერებს, რომლებიც ზოგჯერ ჩვენგან გამომდინარეობს, ზოგჯერ ხელოვნურად შევქმნით და დავუწესეთ საკუთარ თავს, ან ჩვენს ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა შექმნეს ეს ყველაფერი. როგორ უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფრის თქვენს კითხვას, რომ გავცეთ პასუხი? ამ ყველაფერზე თვალის გასწორება და მუდმივად იმ ტონუსში ყოფნა, რასაც თქვენ საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა, ხომ? უნდა დავდგეთ
სარკის წინ, ეს არის კოუჩინგის ერთ-ერთი ძალიან მეთოდი, სარკის წინ და ვუთხრათ საკუთარ თავს ისეთი რაღაცები, რაც მოგწონს. დავიმახსოვროთ ჩვენი გამომეტყველება ამ დროს. აი ფიფქიადან არის ნაკარნახევი ფაქტობრივად ეგ კოუჩინგის დავიმახსოვროთ საკუთარი თავის ეს მდგომარეობა და გამომეტყველება და მე გავაკეთოთ აბსოლუტურად საპირისპირო. როდესაც განსხვავებას დავინახავთ ვიზუალური თვალსაზრისით, ჩვენ იმდენად მოგვეწონება ჩვენი კარგ მდგომარეობაში ყოფნა და ამის შეფასება და გააზრება, რომ აუცილებლად მხოლოდ ვიქნებით ამაზე ორიენტირებულები და სწორედ ამის შემდეგ ჩვენში ირთვება ეგრეთ წოდებული რაღაცა მაგნიტური მომენტი, როდესაც ვიზიდავთ მხოლოდ იმას და ვმუშაობთ მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენთვის არის სასიამოვნო, გვზრდის და გვავითარებს და უკეთეს გვხდის. გარკვეულ პერიოდში ალბათ ეს კოუჩინგი არ იყო იმდენად პრაქტიკული, რამდენადაც დღეს და შენი აზრით რამ განაპირობა დღეს ამ ტრენინგების აუცილებლობა და ზოგადად როგორ ფიქრობ რა არის დღეს ადამიანისთვის წარმატების ფორმულა გარდა გამბედაობისა, რომელიც ვიცით რომ ადამიანს სჭირდება აუცილებლად. კი, ძალიან კარგი კითხვა, ნიკო, დიდი მადლობა. რაღაცნაირად ტრენდულად იქცა ის რომ ადამიანები ამ საუკუნეში ახლა ამ კონკრეტულ მომენტში რაღაც ამ პერიოდის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალიზმზე ხაზის გავლებას და იმის ჩვენებას, რომ ისინი არიან განსხვავებულები, განსაკუთრებულები და ასე შემდეგ. ბუნებრივია კოუჩინგის და აი რაღაცა თვითგამორკვევის საფუძველი სწორედ ეს არის ადამიანების განსაკუთრებული რაღაც ექსპანსია იმისა, რომ საკუთარი თავის ფლობა შეძლონ, უკეთესი ვერსია გახადონ, კარგად გამოიყურებოდნენ, იყვნენ აღიარებულები, მრავალმხრივ განსაკუთრებულები და ასე შემდეგ. და ამ პროცესს რასაკვირველია ხელი შეუწყო იმან, რომ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არიან კოუჩები, სთავაზობენ ამ სერვისებს, თვითონ საკუთარ თავზე ცდიან ამ ყველაფერს. რასაკვირველია, შეიძლება ამას ასე ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ ეს სინამდვილეში საკუთარი ტრანსფორმაციის შედეგად მიღებული გამოძლება. სხვა შემთხვევაში ის ვერ იქნება წარმატებული, ხოლო რაც შეეხება ის რომ დამავიწყდეს რა არის წარმატების ფორმულა, რამდენიმე წლის წინ რო გეკითხა დაგესვა იგივე კითხვა ჩემთვის, სხვა რაღაცას გიპასუხებდი. ეს იქნებოდა აუცილებლად კარიერა, რაღაცა მაღალი პოზიცია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფინანსური წარმატება. ხო. ბუნებრივია, ეს ყველაფერი არსად არ გამქრალა და არსებობს, ჩემს ამ რაღაცა წარმატებულობის საერთო ინდექსში არის, მაგრამ ნომერ პირველი პრიორიტეტი არის ჩემთვის თავისუფლება, როგორც ყველაზე მთავარი ღირებულება და ყველაფერი რაც ამას უშლის ხელს არის მეორე ხარისხოვანი ავტომატურად და ამასთან ერთად რასაკვირველია იმ ადამიანებთან ურთიერთობა და კონტაქტი, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება სამეგობროში ისეთი ადამიანების ყოფნა, რომლებთანაც არ მიწევს სხვადასხვა როლის მორგება და ვარ მაქსიმალურად მიახლოებული საკუთარ ნამდვილ პიროვნებას. იცი რა მაინტერესებს თენგო? როცა გვაქვს რაღაც გრანდიოზული მიზანი დასახული და ეს გზა არის ძალიან გრძელი. მეორე დღესვე ვერ მივაღწევთ ამ მიზანს. იმისათვის რომ ნებისყოფა როგორ გამოვიმუშავოთ. კი, ნახეთ დიდი სტრატეგიული ამოცანის მიღწევის წინაშე აუცილებლად უნდა დავსახოთ პატარ-პატარა მიზნები, აი საკუთარ რაღაცა შკალა უნდა გავაკეთოთ და მე როდესაც ამას მივაღწევ, თქვათ რომ ნახე, აი ეს გამომივიდა, ეს ნაბიჯი წარმატებული იყო, აქ რაღაც შესაძლებელია და ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რომ მიზნამდე მისასვლელი გზა არ იყოს დამღლელი, რაღაც ეტაპზე ჩვენ мотивაციით ისევ შევივსოთ ენერგია, კონდეს სავსე ძალისხმევა და ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს მეგობრებს. და მადლიერების გრძნობას ბოდიშნიკო რო გაწყვეტინებ, ახლა მე და თენგო მეგობრობთ და ყოველთვის გამოხატავს თენგო მადლიერებას სამყაროს მიმართ. მაშინაც კი როცა რთული პერიოდი ქონია ორივეს ის პოულობს აი ამ რაღაცა ოპტიმიზმის ძალიან დიდ საფუძველს და ზუსტად ეს ყოველდღე დავტკბეთ პატარ-პატარა გამარჯვებებით და ყოველდღე სამყაროს უთხრათ მადლობა, ამის უნარი ბევრს არ აქვს. აი მე პრაქტიკაში ამან რა შედეგი მოვუწევთ? ხო, ამაზე მე მაგალითად მუშაობ. იმიტომ რომ ზუსტად ის რაღაცა დიდი მიზანი ისე მინდა, რომ აი ყოველდღიურობაში პატარ-პატარა გამარჯვებებს ვერ ვხედავ და შეიძლება უმადურიც ვარ სამყაროს მიმართ. ეს მაზიანებს კი მე ვაღიარებ ამას შეიძლება რომ დაგაშოროს დიდ მიზანთან, რა საინტერესოა. არ მგონია დამაშოროს, უბრალოდ მივალ იმ მიზნამდე უბედური.
და შედეგი აღარ იქნება ისეთი დიდი ტკბილი, როგორიც რა მოლოდინიც გქონდა. ნიკო, რაც შეეხება კითხვას პრაქტიკაში როგორ მუშაობს ეს ყველაფერი, ეს მეხმარება ამ რაღაცა რთულ მომენტებში, როდესაც მადლიერების გრძნობას არ კარგავ და სამყაროსთან კომუნიკაციას არ ვწყვეტ, იმ ყოველდღიური რაღაცეებითაც დავტკბე, რაც თითქოს ჩვეულებრივია, მაგრამ თუ დავკარგავ, უფრო არასაინტერესო იქნება. მაგალითად, მაქვს რაღაც პრობლემა და იმ დღეს მაქვს ჩასატარებელი 5 ლექცია. ამით ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ამდენი ადამიანი ახალგაზრდა, რომელიც თავის მომავალს გეგმავს, დროს მე მithმობს, მისმენს და მე მისთვის ვარ ცოდნის და გამოცდილების გაზიარების იმ კონკრეტულ მომენტში ერთ-ერთი მთავარი წყარო. შესაბამისად, როგორ შეიძლება არ ვიყო მადლიერი და ერთი პატარა ამბავი მინდა რომ მოვყვე თუ შეიძლება. ახლა გამახსენდა ზუსტად ამ კითხვაზე. ალბათ ძალიან მაყურებელმაც იცის და თქვენც გსმენიათ, მაგრამ მაინც რაღაც მომენტში ღრმად ჩაფიქრებულ ადამიანს მოკლედ ჩაეძინება და სიზმრად ხედავს ასეთ სიუჟეტს, რომ სველ სილას მიუყვება ხან 2 და ხან 1 ნაკვალევი. საკუთარ თავში დასვამს კითხვას, რომ ვისი ნაკვალევია ეს? გამოეცხადება უფალი და ეტყვის, რომ ეს არის მისი და ღმერთის ნაკვალევი. ამ დროს ადამიანი მაინც ხო ვიცით როგორი კადნიერია და ეტყვის, რომ კი, მაგრამ სველ სილას ზოგჯერ 1 ნაკვალევი მიუყვება. ანუ შე რაღაც მომენტში მე დამტოვე. და ღმერთი პასუხობს, რომ მაგ მომენტში ის 1 ნაკვალევი არის ჩემი, რადგან როდესაც შენ ყველაზე მეტად გიჭირდა, ხელში აყვანილი მომყავდი. ამიტომ აბსოლუტურად აი როგორ არ გქონდეს არ არსებობს მდგომარეობა, საიდანაც გამოსავალი არ არსებობს და თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ ბედნიერების მიზეზები. რაც შეეხება ამის დაკავშირებას იმასთან თუ რატომ უნდა გავბედოთ რომ ვიყოთ ბედნიერები, თუნდაც მარტო იმიტომ რომ არ დავკარგოთ კარგად ყოფნის შესაძლებლობა. რაღაც რთულმა მომენტებმა ჩვენ არ უნდა დაგვაკარგინოს ის შესაძლებლობები, რასაც შეუძლია ჩვენი ძალიან კარგ განწყობაზე დაყენება. ზოგჯერ ჩვენ გვაქვს ასეთი მომენტი. რაღაცა შინაგანად გწვავს, გვინდა რომ გავაკეთოთ, მაგრამ შიში გვაჩერებს. იდეა არის ცეცხლი. ცეცხლივით არის. მას აუცილებლად უნდა მივიცეთ გასაქანი. თუ ეს ასე არ მოხდება, ის აუცილებლად ჩაქრება. და ამით საკუთარ თავს წავართმევთ შესაძლებლობას, რომ შესაძლებლობების კარი გავაღოთ და ეს არ უნდა გავაკეთოთ. და როცა იხურება ერთი ფანჯარა, აუცილებლად მეორე იღება. რა თქმა უნდა, რამდენიმე ერთად აუცილებლად. მაგრამ ნახე, თუ ორიენტირებული ხარ და მანდ მაინც ასე იყურები და იმ დახურულ ფანჯარას ხედავ, სხვა დანარჩენს ღიას ვერ დაინახავ. ხო და ამიტომ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები, რომ ის შესაძლებლობები, რაც ჩვენს ირგვლივ არსებობს, დავინახოთ და გამბედაობის ყავდეს თენგო ალბათ გვერდით ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ამ ღია ფანჯარისკენ მიგვანიშნებენ და გვეუბნებიან, რომ ღია ფანჯარაც არსებობს და ამიტომ თუ პესიმისტები ვართ, ოპტიმისტებთან ვიმეგობროთ. ეს არის რაღაც იდეალური რაღაცა ბალანსი. ამიტომ შენ და თენგოს კოლაბორაცია იდეალურია. ჩვენი მეგობრობა, ჩვენ უფრო ოპტიმისტი ხარ. თუმცა არ ჩვენ არ ხარ ის იმდენად. მე ჰუმანისტ რაციონალისტი. ჰუმანისტი. არა, რეალობის შეგრძნებას არც მე ვკარგავ. რეალობის შეგრძნებას არც მე ვკარგავ, არ დავფრინავ, რაღაც ილუზიებში არ გადამდის ეს ყველაფერი. პირიქით გამბედავი ადამიანები რაციონალურები არიან. ხო, უბრალოდ მე ვიცი რომ ამის პარალელურად კიდე რაღაცების დაკარგვა აღარ მინდა და ზუსტად საკუთარ თავს ვეუბნები რომ ახლა ეს ასე უნდა გავაკეთო და არ ველოდები განსაკუთრებულ მომენტს სრულ მზადყოფნას, არც ერთი არსებობს, არც მეორე. მე მინდა რაღაც განსაკუთრებული რომ მოხდეს, გავაკეთებ და ის განსაკუთრებული ზუსტად სწორედ მაშინ მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხშირად გვესმის საჭირო დრო, საჭირო ადგილას ყოფნა არის ნიშანდობლივ, რაღაცა გონია რომ ეს საჭირო დრო და ადგილი არის რაღაცა აბსტრაქტული სასწაული. რეალურად ეს მომენტი შეიძლება იყოს აი ამ წამს. შინაარსი ნებისმიერ მოცემულობას თავად უნდა შესწინო. ხეები და ქვები და რაღაც უსულო ნივთები ამას ვერ გააკეთებენ. შენ ხარ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ მომენტს შესწინოს შინაარსი, რომელიც არის ან განსაკუთრებული, ან ძალიან განსაკუთრებული. მე მეორეს ვირჩევ. ეს
ჩვენი დიალოგი რამდენად შეესაბამება საინტერესო იმ ფრაზას, რომელიც ყველას გვსმენია, ხო? აი, მოხვდე საჭირო დროს, საჭირო ადგილას. არ არსებობს არანაირი საჭირო დრო და საჭირო ადგილი. შენ თვითონ ქმნი ამ ყველაფერს, ამ მოცემულობას. შენ ხარ ავტორი, შენი ცხოვრების, შენ თვითონ შეგიძლია განკარგო ეს ყველაფერი, როგორ წარიმართოს, რასაკვირველია. ნახეთ, წარმოიდგინეთ, რომ ან ბოლო-ბოლო და იმოქმედო, დიახ. კი, ხართ გზაჯვარედინზე. ერთი გზა, რომელიც მიდის, ისეთია, რომელიც აქამდეც გაგივლია. მარტივი რაღაცები შენთვის უკვე ნაცნობია. მეორე გზა არის რთული, მაგრამ შესაძლებლობებით სავსე. არიცი როგორ გადადგა პირველი. პირველი გარანტირებული, მეორე შესაძლებლობებით სავსე, მაგრამ უცნობი. მაგრამ საშიში და უცნობი, იმიტომ რომ არიცი რა მოხდება, ვინ შეგხვდება. კი ბატონო. აუცილებლად უნდა აირჩია მეორე, იმიტომ რომ ადამიანი არის პროგრესისკენ მისწრაფული არსება და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ იმას, რომ საკუთარ ცხოვრებაში შემოვიტანოთ დადებითი და ახალი ცვლადები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ თვითონ განკარგავთ ამას. არ მოგწონს რაღაც და ვერ უცვლით ამას დიდი ხნის განმავლობაში. რასაკვირველია, აქ არ უნდა დავნებდეთ, ხო, მარტივად? კი ბატონო. ერთხელ ვცადეთ, ორჯერ, სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა კუთხით გავიაზრეთ, რჩევა მივიღეთ. საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მაინც ჩვენ უნდა მივიღოთ და გადაწყვეტილება რომ მივიღოთ, ამისათვის აუცილებელია ვცადოთ რამდენჯერმე, მაგრამ იმდენი დროც არ გავიყვანოთ, რომ ამ დღეების შესაძლო კარგად გატარების შესაძლებლობა წაგვართვას. გამბედაობის კოდი, ანუ ხვალინდელი შეხვედრა, არის რაღაცეების მიგნება, საკუთარი თავის უფრო მეტად კარგად გაცნობა, რაღაც გარკვეული სავარჯიშოების და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების საფუძველზე საკუთარ თავში ისეთი რაღაცების გახსენება, რაც ყოველთვის იყო, მაგრამ დავიწყებული გქონდა, ღირებულება გქონდა დაკარგული და თურმე ძალიან მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ ამ ტრენინგის შემდეგ ძალიან ბევრი ადამიანი, როგორც კი გამოვა ამ შეხვედრის შემდეგ, რამოდენიმე მათგანი ვიღაცას დაურეკავს და შეხვედრას დაუნიშნავს, გაახსენდება, რომ ის მისთვის მნიშვნელოვანია, ენატრება და უნდა შეხვდეს, გაბედავს, რამდენიმე მათგანი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს შეიძლება უკავშირდებოდეს კარიერას, პირადს და ასე შემდეგ და დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი მათგანი სახლში დაბრუნების შემდეგ რაღაცას ადგილს აუცილებლად შეუცვლის. აი, დარწმუნებულები ვართ ჩვენც, იმიტომ რომ ჩვენც ამ კონდიციაში ვიმყოფებით ზუსტად ახლა და საათი და ადგილი, ლოკაციაც დავაანონსოთ, უფასოა ეს ძალიან ეფექტური ტრენინგი. ძალიან კარგი ადამიანები, მე ხო იცით, რა თქმა უნდა, რთული ადამიანებიც მხვდებიან, მაგრამ კარგი ადამიანები უფრო ბევრი მხვდება ცხოვრებაში და რთული კარგს არ გამორიცხავთ. რთული, ხო, უბრალოდ ის სიტყვა არ ვთქვი, იმიტომ რომ არ მინდოდა რომ რაღაცა ის შემექმნა. ცუდი, მოდი პირდაპირ ასე ვეთქვი მაშინ. კარგი ადამიანები უფრო ბევრი მხვდებიან, მადლობა უფალს ამისთვის და მათი წყალობით ეს შეხვედრა და ეს ძალიან კარგი სივრცე არის ხვალ ჩვენს განკარგულებაში 17 საათზე სასტუმრო ლემერიდიან ბათუმში ვიკრიბებით გამბედაობის კოდის მისაგნებად. და დღეს არის თენგოსთვის განსაკუთრებული თარიღი. კი, დღეს ჩემთვის განსაკუთრებული თარიღია, ანი მადლობა, დღეს არის მამას დაბადების დღე. მინდა მივულოთ სომას და ვუთხრა მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთა, ჩვენი ერთობის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწევთ. ულოცავთ მამას. ულოცავთ ეს გამბედაობის კოდი, მამის მიერაც არის შთაგონებული თემაში, რომელსაც უკვე გაუზიარებს ფართო აუდიტორიას. ძალიან დიდი მადლობა თემაზე. იყო ჩვენი სტუმარი, ულევ წარმატებას გესურვებთ. თქვენს. გადაცემის უკვე ამ ნაწილში ვსაუბრობთ ბათუმში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენაზე და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ბათუმელისთვის ძალიან საყვარელ ეს თქო დღეებზე, რომელსაც ბათუმობა ჰქვია, მეგობრებო, წელს 3 და 4 მაისს გაიმართება ბათუმობა, უფრო ვრცლად კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ირაკლი შაბათავასთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც მოგზანდით, ბატონო ირაკლი, გამარჯობათ. მოგესალმებით. პრინციპში ყოველ წელს ჩვენ ვართ ფაქტიურად ის გადაცემა, სადაც ნათელი ეფინება იმ რა ყოველივე ღონისძიებას, რომელიც იგეგმება ამ შემთხვევაში 3 და 4 მაისს. გვაინტერესებს დეტალურად, არა მარტო ბათუმელებს, არამედ ჩამოსულ სტუმრებსაც რა ელოდება. ყველას გვაინტერესებს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მოგესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და ყოველთვის
სიხარულით მოვდივართ და ვღებულობთ მონაწილეობას თქვენ გადაცემაში. მადლობა გვაკვანებიურებთ და გვაძლევთ. გუში რო გავიგეთ რომ მოდიოდით, ეგ გავიფიქრეთ რომ რაღაცა პასიურობდით თუ ჩვენთან არიღავით სტუმრად, ხო, მოგვენატრეთ. იმიტომ რომ გასულ წელს მახსოვს ეკვირა არ გავიდოდა რომარ დაგვიანებებია თქვენი კონცერტები და სხვა ღონისძიება. ცხელი სეზონი გველოდება წინ, უამრავი ღონისძიებები გვაქვს კიდე დაგეგმილი და ვიმედოვნებ რომ ხშირად შევხვდებით. კი ბატონო. პრობლემა არ არის. რაც შეეხება ბათუმობის ღონისძიებას, მოგეხსენებათ ბათუმობის ღონისძიება აიღნიშნება წელს 3-4 მაისი, გვაქვს თარიღები და ლოკაციურად, რა თქმა უნდა, ბათუმის ბულვარზე უკეთეს ლოკაციას ბათუმობის ღონისძიებასთან დაკავშირებით მე მგონი ქალაქში რთულად შესარჩევი იქნება, იმიტომ რომ ბათუმის ბულვარი ასოცირდება ქალაქის გულთან და ასე საბიზიტო ბარათია შემდეგ, დიახ. საზაფხულო თეატრი არის მთავარი ვთქვათ გული, როგორც მე ვიცი, ხო? საზაფხულო თეატრის მიმდებარე და ბათუმის ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორია იქნება სრულად ათვისებული. წელს რა არის თემატიკა? იქ რაღაც ფრანებია ხოლმე რაღაცები. თუ წელს დიდად სამუსიკო საკონცერტო წარმოდგენები ორდღიანი გვექნება, როგორც აღნიშნე, 3-4 მაისი გვექნება ბათუმობის ღონისძიება. ტრადიციულად, რა თქმა უნდა, იქნება ხელნაკეთი მითვები და ქართული თეატრის გამოფენა გაყიდვა და აქ მინდა აღნიშნო, რომ ძალიან მზარდია ამ ადამიანების რაოდენობა, რაც რა თქმა უნდა გვახარებს ჩვენ და უკვე დავიწყეთ ფიქრი დაახლოებით 200-მდე განაცხადის შემოდის, ახლა წელს გვეყოლება 80 პრეტენდენტი წარმოდგენილი და ვფიქრობთ უკვე იმაზე, რომ ყველა დანარჩენსაც მიეცეს სამომავლო ღონისძიებებზე აუცილებლად მონაწილეობის საშუალება, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი ადამიანები შრომობს, მუშაობს და მათი ინტეგრაცია და მათი სტარტაპერები არიან, ხო, მეწარმეებზე და ძალიან სასიხარულოა მივესალმებით, რომ მზარდია მათი რაოდენობა და მათი რიცხვი. აუცილებლად გვექნება გამოფენა გაყიდვა. მე თვალსაჩინოებისთვის წამოვიღე მოკლე პრეზენტაცია. დიახ. რაც თქვენის ნებართვით თუ შეიძლება რომ პუნქტების მიხედვით თან გითხრათ. ძირითადი ლოკაცია საზაფხულო თეატრის მიმდებარე ტერიტორია, როგორც ევროპის მოედანი თუ იქნება ათვისებული წელს არის. მხოლოდ და მხოლოდ ბულვარის ცენტრალურ ნაწილზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. დიახ. რატომ ყველამ ნახოს ის ღონისძიებები, რა ღონისძიებებზეც მე ახლა მოგახსენე. რა თქმა უნდა, საზაფხულო თეატრის წინ განთავსდება ცენტრალური სცენა, სადაც გაიმართება ორთავე დღეს ღონისძიებები. პირველი საკონცერტო დღე 3 მაისი ძირითადად იქნება დაკავებული ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები, იმიტომ რომ ეს ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში შრომობენ და ბათუმის კულტურულ ცხოვრებაზე ზრუნავს ეს ადამიანები და მივეცით საშუალება, რომ ყველა შემოქმედებითი კოლექტივი, 9 შემოქმედებითი კოლექტივი მიიღებს მონაწილეობას ბათუმის კულტურის ცენტრთან არსებული კოლექტივები. მხოლოდ ერთი ანსამბლი გვეყოლება ტრიო გოგლაურა 3-ში. ნაცნობი ბიჭები არიან, ესენიც ბათუმელი ბიჭები არიან და ტრიო გოგლაურა და კულმინაცია 3 რიცხვის გვექნება ასევე ჩვენი ძალიან ნიჭიერი თანახალახელი კახაბერი და ხანუმების შოუთი დავამთავრებთ, დავასრულებთ, ასე რომ ვთქვათ, კულმინაცია იქნება საკონცერტო ნაწილი 3 რიცხვის. დაახლოებით პერიოდი დროც გითხარით დილის რომელსაც ეწყება ღონისძიება, რამ კონკრეტული ეს ვთქვათ მასშტაბის სამსვლობის იქნება და შემდეგ რომელსაც ეს სრულდება კახაბერის და ხანუმების გამოსვლით. კი ბატონო, მოგახსენებთ აუცილებლად დღის 12 საათიდან ვიწყებთ აქტივობებს. აქ მნიშვნელოვანი ნაწილი არის ისიც, რომ და უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმობა ყველა თაობის ადამიანისთვის საინტერესო უნდა იყოს და ესეც ვაკეთებთ ხოლმე ყოველთვის. პატარებისთვის გვაქვს განკუთვნილი, პატარებისთვის გვაქვს აუცილებლად განკუთვნილი კუთხე, სადაც შემეცნებითი გასართობი თამაშები გაიმართება, სადაც თოჯინების თეატრი წარმოდგენებს გამართავს, გვექნება სახეზე მოხატვა და ასე შემდეგ, სხვადასხვა აქტივობები. ასევე საზაფხულო თეატრის წინ გვექნება გასტრონომიული კუთხე, სადაც შეგვიძლია დავაგემოვნოთ როგორც აჭარული სამზარეულო, ქართული ზოგადად სამზარეულო, შერეული კერძები იქნება და გვექნება ზღვის პროდუქტები და თევზის მრავალსახეობა, რაც ბათუმთან ასოცირდება და ზღვისპირა ქალაქთან ასოცირდება. ეს მომენტიც გათვალისწინებული გვაქვს. გვექნება ფოტოსტენდები, რა თქმა უნდა, განთავსებული, სადაც ბათუმობის ფოტოგამოფენა ცალკე და ფოტოსტენდები, სადაც შეუძლია რომ ადამიანმა ფოტოები გადაიღოს, მივიდეს და საინტერესო. ჩვენ გვყავს სამსახურში
გვაქვს ღონისძიების მართვის სამსახური, სადაც გაწერილი გვაქვს ყველა ადამიანს აქვს თავის ფუნქცია და რა თქმა უნდა დიზაინერიც მუშაობს აი ამ ყველაფერზე, რასაც მე შემდეგ ერთად ვათანხმებთ. ეს თოლიებია ხო გამოსახული ლოგოზე აქედან როგორც ლოგო ბათუმის ლოგო ჩვენი არა ეს ზოგადად ბათუმის ეს დელფინები თოლიები ეს ჩვენი გაკეთებული მე მგონი იქნება ზოგი რა თქმა უნდა მოგახსენეთ ბავშვთა კუთხეზე და გვექნება ძალიან საინტერესო შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები აქვე სახეზე მოხატვა და რა თქმა უნდა ბათუმის ბულვარის კოლონადებში მოხდება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება წელს ყავს 16 საპატიო ბათუმელი სარგებლობ თქვენი ეთერის მეშვეობით და ყველას ულოცავ ამდვილად დამსახურებულად მიღებულ დიდ სტატუსს და დიდ პასუხისმგებლობას კიდევ ერთხელ ესე ვიტყვი მათი გამომაცხოვრებამ უიტანა დღემდე ის რომ კომისიამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და 16 ადამიანი პრეტენდენტი ბევრი იყო მაგრამ 16 ადამიანზე შეჯერდნენ და ორი გვეყოლება არაბათუმელი რომლებსაც ვაძლევთ ბათუმის საპატიო მოქალაქის წოდებას ეს ოფიციალური ცერემონია გაიმართება უკვე 4 მაისს დღის 4 საათზე ბულვარის კოლონადებში სადაც ქალაქის ხელმძღვანელობა და რეგიონის ხელმძღვანელობა საზეიმო ვითარებაში გადასცემს და დააჯილდოვებს ჩვენ ღირსეულ ადამიანებს. საინტერესო ახალგაზრდების ჩართულობაზეც გვიანბეთ ახალგაზრდა ბათუმელები, რომლებიც ასევე იმსახურებენ, რომ იყვნენ ავანგარდში, ხო, ახალი თაობა, მუსიკოსები, ხელოვანები, წარმატებული ბათუმელები. ახალგაზრდებს გულისხმობ კონკრეტულად. რაც შეეხება ახალგაზრდებს, გალა კონცერტთან ცოტა მოგვიანებით მინდოდა მეთქვა, მაგრამ გეტყვით ახლავე. გალა კონცერტით აგვირგვინებთ ჩვენ, ესე იგი 4 მაისს გვექნება გალა კონცერტი. მაესტრო ბატონი ნიკოლოზ ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით სიმფონიური ორკესტრის თანხლებით კონცერტზე მონაწილეობას ღებულობს მხოლოდ და მხოლოდ ბათუმელები. წელს გვაქვს ეგეთი პრეცედენტი, სიმბოლურადაც არავინ არ აქვს მოწვეული სტუმარი, მხოლოდ ბათუმელი ცნობადი სახეები, ის ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ჩვენს ქალაქს ემსახურება და ვაძლევთ საშუალებას უკვე რომ აი ამ დონის მასშტაბურ ღონისძიებაში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად მსახიობისთვის ეხლა კარგად მოგეხსენებათ შემოქმედებითი ნაწილი რას ნიშნავს ეს ერთგვარი გამოწვევაა მათთვის და უკვე გენერალური რეპეტიციები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ყოველდღიურ რეჟიმში მიდის მუშაობა მაესტრო თავისი არანჟირებებით ნიკოლოზ ნიკვაშვილის პროფესიონალიზმზე უხერხული იქნება ჩემი საუბარი, მაგრამ ყველა მიცის და სოფლიო დონის მაესტრო გახლავთ და ძალიან ლამაზი კომპოზიციები აქვს გაკეთებული, რასაც იმედია თქვენს მობრძანდებით და ეს ახალ კომპოზიციებზე სავარაუდოდ ახალ კომპოზიციებზე საუბარი. ახალ კომპოზიციებზე და მხოლოდ ბათუმელი ახალგაზრდები მე თქვენ შეკითხვას მინდა გავწევ პასუხი, მხოლოდ ბათუმელი ახალგაზრდები იქნებიან გალა კონცერტის მონაწილეები. აი რა შეეხება ჯილდოს ნაწილს, მაგალითად თუ ყავთ ამ 16-ში ახალგაზრდა ბათუმელი არტისტები თუ მსახიობები იქნებოდნენ ნებისმიერი სხვა სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც ალბათ ძალიან გაუხარდებოდა და საინტერესო იქნებოდა მისთვის ზემოთ აღნიშნული. მე თავს შევიკავებ შეგნებულად სახელი და გვარებს არ დავასახელებ. ახალი თაობა თუ არის უბრალოდ ჩამონათვალ შეგვაინტერესებს. ეს როგორი ხელ გეტყვით, ეგ როგორი რაღაცა იცი, გამოცდილება წლების მატებასთან ერთად მოდის. თუმცა ეს იმასაც არ ნიშნავს ჩვენ კომისიაზე ვსჯელობთ ხოლმე ამაზე, რომ შეიძლება არსებობდეს ახალგაზრდა ისეთი ნიჭიერი და ადამიანს იმდენი უკვე ჰქონდეს გაკეთებული, რომ იმსახურებდეს გარკვეულ სტატუსს. აი წამყვანებზეც მინდა გკითხოთ მახსოვს რეზონანსი, როცა ბათუმობის ღონისძიების წამყვანებზე იყო საუბარი. არაბათუმელები იყვნენ, რა თქმა უნდა პატივცემთ ჩვენს კოლეგებს, თუმცა იმ ადამიანების აზრიც გასათვალისწინებელია, რომლებიც გამოხატავდნენ ამ მოსაზრებას ბათუმობასთან მიმართებაში, რომ უნდა გაძღოლოდა მას ბათუმელი წამყვანი, არ ვიცი იქნებოდა ეს მსახიობის თუ ტელევიზიის წარმომადგენელი, წელს როგორი სურათია ამ მიმართ. ჩვენ არა მარტო ბათუმობას ვატარებთ იცით თქვენ ჩვენი ორგანიზაცია და ხშირად ბათუმელი წამყვანებიც ყავს ხოლმე. მაგრამ ამ შემთხვევაში საპატიო ბათუმელების დაჯილდოებას გაუძღვება ბატონი ბერდია კუტუბიძე. ჩვენი კი ბატონო, ჩვენი კოლეგა ბათუმელი. ჩვენი მეგობარი და ბატონი ბერდია იქნება საპატიო ბათუმელების ოფიციალური ნაწილის თავარი წამყვანი. ძალიან კარგი. მე მინდა აღვნიშნო, რომ ბოტანიკური ბაღი გვეყოლება.
ბოტანიკური ბაღი არის ერთგვარი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქის და ზოგადად ჩვენი რეგიონის ყველამ ვიცით და ძალიან ლამაზი სივრცე იქნება ბოტანიკური ბაღის. პირველი კოლაბორაცია ბოტანიკაზე როგორც ვიცი ხო ბოტანიკურ ბაღთან შარშან შარშან ყავდა ბოტანიკური ბაღი პირველად და წელს უკვე მე ვფიქრობ რომ შემოქმედება ისეთი რამ არის რომ უნდა გავიზარდოთ და უფრო მეტი მასშტაბზე ვფიქრობთ და ყოველთვის უკმაყოფილების გზნობა გვაქვს და ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობასთან ჩვენ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს და წელს ველოდებით ბოტანიკურ ბაღში არსებული ხემცენარეების, ყვავილების და სხვადასხვა ის ღირსშესანიშნაობები რაც არის და რაც ახასიათებს ჩვენ რეგიონს მაქსიმალურად იქნება წარმოდგენილი ბოტანიკური ბაღის მიერ ჩვენს ბოტანიკური ბაღი ჩვენი ქალაქის განუყრელი ნაწილია. ასევე ბათუმის საზღვაო ქალაქია, მოგეხსენება და ბათუმის საზღვაო აკადემია ყოველთვის წარმოდგენილია. თავისი ბენდით ალბათ. შუქურა, რა თქმა უნდა. კი ბატონო. საინტერესო ბიუჯეტი რამდენია? კურსანტები. წელს ბათუმელობის ჩატარების ბიუჯეტი გვაინტერესებს. ტექნიკურ ნაწილსაც რო შევეხოთ. კი ბატონო, ბიუჯეტი ჯამში ჩვენ გვქონდა გამოყოფილი 388,000 ლარი და წელს იხარჯება დაახლოებით 370,000 ლარამდე იხარჯება, იმიტომ რომ პრეტენდენტებმა, მეტენდერებმა მოგეხსენებათ ეს ელექტრონული ტენდერია და ეკონომია დაგვიტყოს ამ ნაწილში. არ შემიძლია არ შევეხო მუზეუმების ნაწილს, იმიტომ რომ იცით რომ უნიკალური მუზეუმები გვაქვს ჩვენ ბათუმში და მუზეუმების გაერთიანებას უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ყოველთვის ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაორგანიზებული იქნება თუ თავად ძალიან ბევრ ღონისძიებებს, საინტერესო ღონისძიებებს აორგანიზებენ, წელსაც განსაკუთრებულად გვექნება სივრცე გამოყოფილი მათთვის, რათა განათავსონ თავიანთი ექსპონატები და მობზანებულ სტუმრებს, თქვენ ახსენეთ ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს ქალაქში უკვე და ძალიან გაიზარდა ზოგადად ქალაქი და ბევრი ადამიანი ინტეგრირდა უკვე და ცხოვრობს ამ ქალაქში, თუმცა ახალი ჩამოსულები არიან, მაგრამ ძალიან აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა ღონისძიებებში, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ვესაუბრებით ხოლმე შემდეგ და ღონისძიებების გვაინტერესებს მათი აზრი ზოგადად ჩვენი ღონისძიებების და არ თურმე არც ერთ ღონისძიებას ეს ადამიანები არ ტოვებს და პირიქით მომავალში გამოთქვეს სურვილიც კი თუ იქნება საშუალება მონაწილეობას რომ მივიღოთ თქვენს დაგეგმილ ღონისძიებებში. გვექნება აჭარის დროშის სფერებში გვექნება მთლიანად ლოკაცია გადახურული, მე ვფიქრობ ეს იქნება ძალიან ლამაზი რამ ეხლა თქვენი ეთერ ექსკლუზიურად ვიძახი. აი მაყურებელს რო აჩვენოთ აი შეადრიალოთ. სადაც იქნება ხელნაკეთი ნივთების და ქართული რეწვის გამოფენა გაყიდვა, ეს მთლიანი ხეივანი იქნება ულამაზესი და ვფიქრობ საერთოდ ღონისძიებას გაალამაზებს და რა თქმა უნდა ცენტრალური სცენა. ასევე მინდა გაჩვენოთ, წელს ჩვენ გვქონდა სახალხო ღონისძიებაზე მე მგონი არ გამოგვივიდა ცუდად, ძალიან ვიზუალურ ნაწილს ვიძახი, ძალიან ლამაზი გამოვიდა სცენის ნაწილი, მაგრამ ეს ტექნიკურად ახალი სცენას გულისხმობთ, ხო? თუ განახლებულ სცენას. სცენის ნაწილი, სცენა იგივე სცენა, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ბალანსზე არსებული სცენა არის, უბრალოდ დიზაინს ვამუშავებთ და თემატურად ბათუმობაზე გვექნება მორგებული და სხვადასხვა ანიმაციური პირები გავა და ძალიან ბევრი სიახლეები არის, არ მინდა სულ ყველაფერი წინასწარ რომ დეტალებში ვთქვა, იმიტომ რომ იქ მოსულ ადამიანებს ძალიან ბევრი სურპრიზი ის რაც დახვდება ყველაფერს მაინც ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მე ვიმედოვნებ რომ უამრავი ადამიანი მოვა წელს, იმიტომ რომ შაბათი კვირა ამინდმა უნდა შევიწყოს ხელი აუცილებლად ამასთან. ლოცვას გავაძლიერებთ მერტის ღვთისწყალობით აუცილებლად. ბათუმურმა ამინდმა უნდა აუცილებლად ჭირდება კარგი ამინდი, რათა ორთავე ღონისძიება იყოს. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა და წარმატებებს კიდევ ერთხელ დავაანონსოთ 3-4 მაისი, ხო? 3-4 მაისი დილის 12 საათიდან ყველას გელოდებით ბათუმის ძველ ბულვარში, იმისათვის რომ ერთად აღვნიშნოთ ტრადიციული დღესასწაული ბათუმობა. ირაკლი შაფათავა გახდათ კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი ჩვენი სტუმარი, წარმატებებს უსურვებთ და ღამით დავაშვიდობებით. ორმესი მადლობა.
29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღეა და დღევანდელ დღეს ვილოცავთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც სხეულის მოძრაობაში პოულობს თავისუფლებას, ესმის შინაგანი ნოტების შინაგანი ხმა და ხელოვნებით გადმოსცემს იმას, რისი აღწერად სიტყვებით წარმოუდგენელია. კონკრეტულად ქართულ ნაციონალურ ცეკვებზე ვისაუბრებთ ჩვენს სტუმართან ერთად. თინათინ აბულაძე ქორეოგრაფი გვესტუმრა მოგზანდით. მოგზანდით, ქაბატონო თინათინ. გილოცავთ დღევანდელ. გილოცავთ. გამარჯობათ. მოგესალმებით, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. გილოცავთ ყველას. თინათინ, აი რაში გამოიხატება ქართული ეროვნული ნაციონალური ცეკვების სული? თქვენი გადმოსახედიდან როგორ აღწერდით მას? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ჩვენი ქართული კულტურა არის განსაკუთრებული. ჩვენი შემოქმედებით, რაც გადმოვცემთ ჩვენს ისტორიას. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენ ზუსტად ამ ყველაფრით გამოვირჩევით, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ნამუშევრებით მაყურებლამდე მივიტანოთ ჩვენი ძველი ისტორია. აი, რაც განსაკუთრებულს ხვდის უფრო მეტად. აი, როცა კონცეფციაზე, იდეაზე ვსაუბრობთ, გარდა იმისა, რომ ბუნებრივია ტექნიკურად უნდა იყოს დახვეწილი ბილეთები და გამართული, რის ოსტატიც ბრძანდებით თქვენ, ამას გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს შინაარს, ხომ ცეკვის შინაარს, რაც არტისტიზმში უნდა გამოხატოს მოცეკვავემ. ამ მიმართულებით როგორ მუშაობთ, საინტერესოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ქორეოგრაფთან ერთად რეჟისორიც ხართ, ხომ, თავისი კონცეფცია და იდეა აქვს ყველა ცეკვას. ამას როგორ უხსნით, ხასიათს როგორ უხსნით? დიახ, პირველ რიგში ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო მე რა მინდა. თან ყველა მოსწავლე არის ინდივიდუალური, ხო? თავისი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. შესაბამისად, ვფიქრობ და ვუყურებ, ვის როგორი როლი შევთავაზო ცეკვაში, ხო? ვინ როგორ გადმოსცემს თავის სათქმელს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის ფაქტიც, რომ მაყურებლისთვის რაიმე კონკრეტული შემოქმედება ცეკვაზე მოგსაუბარი არ იყოს მოსაბეზრებელი და როდესაც უკვე მაყურებლამდე მიგვაქვს ის, რომ აი შეიძლება რაღაცა კონკრეტული ცეკვა თავისი სიმბოლური დატვირთვით გადმოიცეს და ამას ისინი სხეულის ენით გადმოგცემენ, უფრო ყურებადი და ლამაზია მაყურებლისთვის. შესაბამისად, ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე კონკრეტულ მოძრაობას, რა შინაარსი მივანიჭო, რომ იყოს უფრო განსაკუთრებული. აი თქვენ სიმბოლიზმზე საუბრობდით, საინტერესოა ამ კულტურულ ტრადიციულ ცეკვის თანამედროვე ვერსიასთან მიმართებაში რა მოსაზრება გაქვთ და ზოგადად აი ეს სიმბოლიზმი რამდენად მართებულად მოჰყვება და იკარგება თუ არა ეს მნიშვნელოვანი სიმბოლიზმი, რაზეც საუბრობთ. მაგალითად იგივე განახლებულ ქართულ ცეკვებს, რომელსაც მოდერნისტულად გვთავაზობთ სხვადასხვა ეს თქო შემოქმედებითი ჯგუფი. ნუ ამ შემთხვევაში შეიძლება ეს ცოტა სადაო საკითხი იყოს, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვა შეხედულებები აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგს მოსწონს ეს გათანამედროვებული მეთოდი, ზოგს არ მოსწონს, იმიტომ რომ შიში აქვს შეიძლება ეს ქართული კულტურა დაიკარგოს, ხო? თუმცა ჩემ შემთხვევაში ხა მოკლედ რო გიპასუხოთ, კი, ვემხრობი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ზოგადად ქორეოგრაფიაში სიახლეები საჭირო და აუცილებელი არის. სიცოცხლის უნარიანობა ემატება, რა თქმა უნდა, და თუ ეს გათანამედროვებული სახით გადმოცემული ნამუშევარი არ კარგავს იმ ძველ ქართულ კულტურას, მაშინ რა თქმა უნდა მივესალმები, იმიტომ რომ უნდა განვითარდეთ ქართობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცეკვა ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, რომელმაც დროს უნდა უყოს აუყო. თქვენ ხართ ახალი თაობის წარმომადგენელი, ახალი თაობის ქორეოგრაფი, რომელსაც აქვს მიმღებლობა აი მოდიფიკაციებთან, ტრანსფორმაციებთან მიმართებაში. საინტერესოა თქვენი პედაგოგები რა აზრის იყვნენ, ასაკით უფროს ქორეოგრაფებს გულისხმობ და იყო თუ არა რაღაც გარკვეული აზრთა სხვადასხვა. პირველ რიგში ვისარგებლებ და ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ქორეოგრაფებს, მათი დამსახურებით დღეს მეც ქორეოგრაფი ვარ, მათგან ბევრი რამ ვისწავლე და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა. მათი შეხედულება ჩვენ ყოველთვის მუშაობდით აი მაინც ქართული ელემენტებით, ხო? გათანამედროვებული მეთოდით არ გვიმუშავია. იმიტომ რომ ადრე სხვა დრო იყო, სხვანაირად მიდიოდა ყველაფერი, ეხლა უფრო შეიცვალა, ხო, დროთა განმავლობაში ყველაფერი ვითარდება. სწავლების მეთოდებიც ვითარდება. შესაბამისად, ადრე რაც იყო ის რო ახლა შევადაროთ, სხვა სახეს, სხვა სურათს მივიღებთ სრულიად. შესაბამისად, მაგიტო აღნიშნე წეღან, რომ მე მივესალმებით
თანამედროვე მეთოდებს, იმიტომ რომ უფრო გავიზარდოთ, ასე რომ ვთქვათ, ქორეოგრაფიაში და ადრე რაც იყო, ის ახლა არ ხდება. აი რა ტენდენციებია ქორეოგრაფიაში? ვიცით რომ იყო პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩეოდნენ ქართული ცეკვების ქორეოგრაფები. ჩემს შემთხვევაში, იცით როგორია, მე არ მინდა რომ ჩემს მოსწავლეებს ჩემი შიში კონდეთ, უფრო მინდა რომ რიდი კონდეთ. და ყოველთვის ვიძახი იმას, რომ ბავშვთან მიდგომა არის ცოტა სხვა სამყარო. ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც შენიშვნა არის მისაცემი, თუნდაც ეხლა ხო ბავშვს არ აქვს ასაკს მნიშვნელობა, ვერ მისცემ ასე საჯაროდ ცოტა უხერხულ შენიშვნას. ინდივიდუალური მიდგომა. რაც იყო ხო ადრე ბავშვის გაკიცხვა დასჯა, ამდენი ბავშვი ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ბავშვს რა პრობლემა აქვს, ხო? შესაბამისად ზუსტად ამას ვიძახი ყოველთვის, რომ მინდა ჩემი გერიდებოდეთ იმ მხრივ, რომ აი თუ რაღაცას ისეც გააკეთებთ, იმაზე დაფიქრდეთ, რომ აი თინათინ მასწავლებელს არ ვაწყენინოთ. აი რაღაც ისე არ გავაკეთოთ. მიღება საინტერესო ქორეოგრაფია. მიღება 5 წლიდან ხდება. აქვე ვიტყვი მასაც, რომ ჩვენ როგორც სამოყვარულო ჯგუფები, ასევე ყავს პროფესიონალური მოქმედი ჯგუფები და 5 წლიდან ხდება მიღება. აი ეს გვაინტერესებს მაგალითად როგორი არის ეს თქვათ უკავშირი ზოგადად და ახალთაობას რამდენად აინტერესებს გარდა იმისა, ვისაც ეს პროფესიონალური დუდგება ამას თუ მოყვარულის ნაწილში. თუ არის მაგალითად ინტერესი მაყურებლის მხრიდან, რამდენად ხშირი არის საგასტროლო ტურნეები და ამ შემდეგ. და ახალი თაობის ეს თქვათ ინტერესი რამდენად არის დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ციფრული სამყარო, იქით რაღაც სხვადასხვა ინტერესები, იქ ხელოვნური ინტელექტი, თითქოს აი ამ ჩვენ ძირძველ კულტურას. ძალიან ბევრი ბავშვი არის დაინტერესებული ცეკვით, სპორტით და ფიზიკური აქტივობით. როგორც შემოქმედი შეიძლება, მაგრამ როგორც მაყურებელი მაინტერესებს რამდენად აი, როდესაც ხშირად დადიან, ხო? როდესაც გვაქვს საუბარი, რომ 5 წლიდან გვაქვს მიღება, 5 წლის ასაკი, ისეთი ასაკია, რომ ბავშვს თავად მშობელმა უნდა მისცეს რაღაც კონკრეტულ სფეროში მიმართულება, ხო? შესაბამისად, როცა ბავშვი მოჰყავთ, შეიძლება იყოს ის ფაქტიც, რომ აი არ უნდოდეს. არ უნდოდეს და ვერ იპოვოს საკუთარი თავი აი მაგ მომენტში ცეკვაში. თუმცა მიდგომა უნდა იყოს ისეთი, რომ თავად ქორეოგრაფმა შეაყვარო ჯერ ცეკვა მიდგომებით და შემდგომ უკვე თვითონაც შეიძლება დაფიქრდეს და მიხვდეს, რომ თურმე ეს ის საქმე ყოფილა, რაც მას უნდა და სურს. კარგი მოცეკვავეობიდან ქორეოგრაფის გზამდე ესეც ძალიან ნიშანდობლივი საკითხი, ამიტომ შეიძლება ადამიანი კარგად ფლობდეს ტექნიკას, იყოს გამორჩეული მოცეკვავე, ფლაგმანი, მაგრამ არ ქონდეს ეს რაღაცა პედაგოგის დიდაქტიკური უნარები, ხო? აი როგორ აღმოაჩინეთ ეს უნარები საკუთარ თავში და საინტერესოა ქორეოგრაფი რა თვისებებს უნდა ატარებდეს ზოგადად, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა 2018 წლიდან ვარ ამ სფეროში და პირველ რიგში კარგი ნებისყოფა სჭირდება აუცილებლად, კარგი მოთმენის უნარი, ასე რომ ვთქვათ, კარგი გაგებით და ხო, ნუ ბავშვთან მიდგომა არის ძალიან რთული პროცესი. ძალიან რთული პროცესი, მით უმეტეს ჩვენ ძალიან ბევრი ჯგუფები გვყავს, ძალიან ბევრი ბავშვები გვყავს, ყველა სხვადასხვა ხასიათის არის და თავისებური მიდგომა სჭირდება უფრო ფსიქოლოგიურად მზად უნდა იყო ამ ყველაფრისთვის. შეიძლება იყო კარგი მოცეკვავე, მაგრამ ვერ იყო კარგი ქორეოგრაფი. აი საინტერესო მაგალითად მშობლები ხშირად აწალებენ ხოლმე შვილებს კონკრეტულ წრეებზე სიარულს და გქონიათ თუ ეგეთი შემთხვევა, როდესაც ხვდებით რომ ბავშვს უბრალოდ არ უნდა ქართული ცეკვის სწავლა, თუმცა მშობლის დაჯნებულით ხოლმე ის მოდის თქვენთან და შემდეგ ეს თქოთ ცდილობს, მაგრამ არ გამოსდის და საერთოდ რა უნარჩვევები გჭირდება ბავშვს იმისთვის, რომ გამოვიდეს ქართული ცეკვა კარგად და თუ არსებობს რაღაც ისეთი განსაკუთრებული უნარჩვევები. და მიდგომა როგორი არის ამ შემთხვევაში, როდესაც არ აინტერესებს ეს თქოთ პატარა მოსწავლეს. ყოველთვის ვცდილობ მოცეკვავაში დავიჭირო პოტენციალი და შემდგომ ეს განვავითარო. თუმცა ქორეოგრაფის მხრიდან აუცილებლად უნდა იყოს მშობელი ინფორმირებული, რომ აი შეიძლება ბავშვს ცეკვა არ გამოსდის, მაგრამ გამოსდის ხატვა, სიმღერა, სხვა რაღაც, ხო? ამიტომ დაძალებით ვფიქრობ საქმე ვერ გამოვა. რაც არ უნდა ქორეოგრაფმა კარგად მიუდგე, ბავშვს თუ არ უნდა, ვერ დააძალებ. ამიტომ ჩვენ ყოველთვის მშობლები ინფორმირებული გვყავს, როგორც კი მოდიან პირველივე გაკვეთილზე და ვხედავთ, რომ მსგავსი სიტუაცია არის, ვალდებულად ვთვლით თავს, რომ ეგრევე ვუთხრათ. აი მაგალითად სადონ ხო სიმღერაში ცეკვაში რა ქვია ბოდიში ხატვაში სხვა ნებისმიერ ხელოვნების დარგში სადონ და მიიყვანონ რა. იცით რა მინდა გითხოთ, საერთო ჯამში დღეს
რა გამოარჩევს ქართულ ქორეოგრაფიას, როდესაც საუბრობთ ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღეზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში განსაკუთრებულად გულთან ახლოს მეაქვთ ეს თარიღი. ამიტომაც დღეს დავუთმეთ ჩვენ ეთერი აი ამ თემას და მაინტერესებს რით ვართ ჩვენ ქორეოგრაფიაში განსაკუთრებული, რომ უთხრათ ჩვენს მაყურებელს. გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რა არის ეს თქვა. ჩვენ ნება მიხრა-მოხრა, კოსტიუმირება, ისტორია, საინტერესოა თქვენი მოსაზრება. რა არის ის, რაც განსაკუთრებულს ხვდის მსოფლიო ქორეოგრაფიაში? როგორც წეგან აღნიშნე, მაყურებლამდე მიგვაქვს ჩვენი ძველი ისტორია, ხო? ჩვენი თითოეული ცეკვას რაღაც სიმბოლური დატვირთვა აქვს. მაგალითად, ავიღოთ ცეკვა ხორუმი, ხო? ხორუმი არის საბრძოლო ცეკვა, ამით რას ვეუბნებით მაყურებელს, რომ ვიბრძვით ტრის წინააღმდეგ. თან სინქრონულად. რა თქმა უნდა, ერთი სულის კვეთებით. რა თქმა უნდა, და ბოლოს სად მივდივართ? გამარჯვებამდე. ყველაზე მნიშვნელოვანია, ხო, ეს ყველაფერი ის დეტალები, რომ გავითვალისწინოთ თავისი კულტურული ღირებულებებით, როცა გამოირჩევა ნებისმიერი ცეკვა არ აქვს, რომელიც ცეკვა იქნება ეს მნიშვნელოვანი. ზუსტად ამ ყველაფრით გამოირჩევით ჩვენ. და ამ სულის გაღვივება და გადაცემა ახალი თაობისთვის ცალსაღად არის მნიშვნელოვანი. აი, უნიკალური არის თითოეული მოსწავლეობა, ასეთი რამ ახსენეთ, ხო? აი, ინდივიდუალური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი აზრით რა არის განსაკუთრებული თვისება, რაც უნდა ქონდეს ყველა მოცეკვავის? პირველ რიგში პოტენციალი, როგორც აღნიშნე, ხო? ტექნიკური მიმართულებით, დიახ, მუსიკის რიტმის შეგრძნება, ელასტიურობაც ალბათ გარკვეულწილად, ხო? ელასტიურობა, რა თქმა უნდა, ელასტიურობა. აი მაგალითად მამაკაცი ავიღოთ, ხო, ცეკვაში რას გამოხატავს სიმამაცეს, ქალისადმი პატივისცემას, ქალი რას გამოხატავს სინატიფეს, სინარნარეს, რაღაც განსაკუთრებულ უნარჩვევებს. ახალ თაობას როცა უხსნით აი ამ ფსიქოტიპებს, რომ აი გოგონა უნდა იყოს აი ესეთი ბიჭი და იყოს ესეთი, როგორ ესმით საინტერესოა, იმიტომ ახალი თაობა ბევრ კითხვას სვამს, სხვათა შორის საკმაოდ ანალიტიკოსი და სკეპტიკოსი თაობა და ბევრი კითხვის დასმა უწევთ და როცა უხსნით აი ამ პერსონაჟებს, როგორ ესმით, როგორ იგებენ? აი ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვუხსნი ხოლმე ის, რასაც მე თავის დროზე მეუბნებოდნენ, ხო, რომ უნდა ვიყო ნაზი, ფარფატა, კარგად ვიცეკო, ასე რა ვთქვათ და ზუსტად იგივეს გადმოვცემ. ოღონდ იგივეს გადმოვცემ ჯერ თეორიულად მეუბნები, როგორ უნდა გავაკეთოთ და შემდგომ უკვე პრაქტიკაში ვაჩვენებ. და ამ ყველაფერს რო ვაჩვენებ და მოესწონთ, მე ვცდილობ რომ თვითონაც იგივე გაიმეორონ და ამიტომ ძალიან მომყოლები არიან. როგორ ფიქრობთ, შედარებით მასკულინურ მანდილოსან შეუძლია ქართული ცეკვა ისე, როგორც შეიძლება იცეკოთ თქვენან შედარებით ფემინურმა მანდილოსანმა? თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შეუძლებელი არაფერია და შეიძლება ადამიანებს ყველაფერი გამოგვივიდეს, რატომაც არა. ყველაზე საამაყო პროექტი, რომელზეც გიმუშავიათ, ეხლა ცოტა მოსარიდებელია და უხერხულია გვესმის საკუთარ თავზე საუბარი, თუმცა აი ინვესტიცია ჩადეთ, მთელი ეს ენერგია, შინაარსი და შედეგი შესაბამისი მიიღეთ, რომელი იყო? ჩემი პირველი ნამუშევარი, ჩემს ბავშვებთან იყო ცეკვა აჭარული განდაგანა. აჭარული რატო? იმიტომ რომ საკუთარ თავზე საუბარი ზოგადად არ მიყვარს, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს ცეკვაში გადმოვცემ ჩემს ხასიათს. აჭარული არის სახალისო, სახასიათო ცეკვა და მინდოდა ეს ყველაფერი გადმომეცა ბავშვებთან და მათ უკვე ეს ყველაფერი მაყურებლის წინაშე სხეულის ენით გადმოეცათ. შესაბამისად, მე მიყვარს ბედნიერება, სიხარული, ყველაფერი კარგი, რაც დადებითთან ასოცირდება. ვაღი ცეკვები. აი სამაიას კონცეფციაზე რა სიტყვით? აი ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველაზე მისტიკური ცეკვა ზოგადად მთელ ქორეოგრაფიაში, მსოფლიო ქორეოგრაფიაში. სამაია, სამი ქალბატონი, ძალიან იდუმალი მიხრა-მოხრა. აი რა არის თქვენი აზრით მთავარი იდეა ამ ცეკვას? სამაია ძალიან ლამაზი ცეკვა არის. ქალბატონები თავის სინარნარეს დემონსტრირებენ. დიახ, სინატიფეს გამოხატავენ ამ ცეკვით. კლდემამოსილება და არ არის მამაკაცი, ხო, ამ ცეკვაში, ხალბატონები არის. დიახ.
სამი ქალბატონი, სამივე ალბათ სხვადასხვა ენერგეტიკა, ერთიანდება, კონცეპტუალურად ხო ძალიან ძალიან საინტერესოა. მე პირიქით სინამდვილეზე უფრო მეტად გამახსენდა ეხლა შესატყვისი კლდე მამოსილი, იმიტომ რომ რაღაცნაირად თითქოს მკაცრი, თუმცა ლამაზი, იდუმალი ხალხმეთები არიან. თითქოს ადამიანები არ არიან, ხო? აი რაჭულ ცეკვაში ეს გოგონა ძალიან ვაღა ცხარტა ცეკვავს, იქ საერთოდ სხვა ხასიათია და სამაეში საერთოდ სხვა არის. ზუსტად ყველა ცეკვას თავისი ხასიათი სჭირდება. და ხშირად ეხლა თქვენკეთ გამოგიცდიათ კიდეც ალბათ როცა ამ სახლში ცეკვავდით, ხო? აი ყველას სურს იცეკვოს იგივე თავარი წამყვანი ფლაგმანი მოცეკვავის ქორეოგრაფია, ხო? აი სამაიაში ამ სამეულში უნდა რომ მოხდეს და კიდევ არის რამდენიმე ნიშანდობლივ ცეკვა. იგი ქართულში ეს თავარი ქალბატონის ცეკვა. აი ამ როგორ ნაწილდება ეს როლები? თან ისე რომ არავის გული ეტკინო, ზუსტად ეს კითხვა ვკითხებ რეჟისორს, რომელიც სპექტაკლს დადგამდა ბავშვებთან და როგორ უნდა გაანაწილოთ როლები თქო და აი არ ვიციო ცოტა მორიდებით იყო ამ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ ვიღაცას რაღაც არ უნდა იწყინოს. აი თქვენ შემთხვევაში როგორ ანაწილებთ ამ როლს? აი როგორც აღნიშნე, ყველა მოსწავლე არის ინდივიდუალური, ხო? ინდივიდუალურად ვუდგები ალბათ ამ საკითხს. თუმცა ვუდგები ისე, რომ გულდაწყვეტილი ნამდვილად არავინ არ დარჩეს, იმიტომ რომ თუ სწორად აუხსნი მოსწავლეს, რომ მე იცი რა ეს შენში დავიჭირე, მე შენი ინდივიდუალიზმი დავიჭირე და მე შენ აი აქ მჭირდები, აქ ხედავ. უკვე ვფიქრობ საწყენი არაფერია პირიქით. აი მშობლების ჩართულობაც გითხარით, იმიტომ მშობლებსაც აქვთ პრეტენზია და ამბიცია, რომ რაღაცა ჩემი შვილი მინდა იდგეს წინა ზოლში. მშობლების ჩართულობა ამ შემთხვევაში მაგ საკითხთან დაკავშირებით დიდია თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ქორეოგრაფს რა თქმა უნდა მენდობიან მაქსიმალურად და თუ ბავშვი უკან დგას ბოლო ხაზში, იციან რატომაც დგას, იმიტომ რომ ასე არის საჭირო ქორეოგრაფის გადმოსახედიდან და იმიტომ უნდა იდგეს უკან, თუ წინ დგას, რა თქმა უნდა ჩემი გადმოსახედიდან ასე არის საჭირო და იმიტომ უნდა იდგეს. შესაბამისად ეს დისკუსია რო აი ვიღაცას პრეტენზია ჰქონდეს, არა აქვს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა როგორც ბავშვებს ესაუბრები, ისე უნდა ესაუბრო მშობლებს. და საერთოდ პროდუქტთან მიმართებაში ისევ როგორც მაგალითად არსებობს პირველი ხარისხოვანი როლი და მეორე ხარისხოვანი როლი მსახიობისთვის, ასევე ალბათ ცეკვის შემთხვევაში არსებობს პირველი და მეორე ხაზი, ხო? საერთოდ ჯამში პროდუქტს ქმნის ყველა და გრძნობს ეს თქვათ ერთ. ნუ ვიღაც უკეთესად ცეკვავს, ვიღაც ნაკლებად უკეთესად ცეკვავს, ეს ყველა პროფესიაში ალბათ ესეა, ხო? ვიღაც მეტი მონაცემები აქვს ამის, როგორც ფეხბურთში, სპორტში. ყველგან ალბათ რა თქმა უნდა, თუმცა ეს უნდა იყოს ლამაზი ფორმით გადმოცემული. რომ უხერხულობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ მოსწავლეებს. დიდი მადლობა. უმეტესი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. თუ თქვენი თითოეული მოსწავლე კარგი მოცეკვავი არ დადგება, ის მაინც ვიცით რომ ქართული ნაციონალური ცეკვების სული და იდეა და კონცეფცია კარგად ეცოდინება. ეს პასუხისმგებლობა არის თქვენზე. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა თქვენს. ჩვენთან ერთად კიდევ ერთხელ ვილოცავთ ჩვენს მაყურებელს ცეკვის საერთაშორისო დღეს, რაც ცეკვაც გამოგვდის ის შევასრულოთ, თუნდაც მარტივი მოძრაობები, იმიტომ რომ ის მართლაც ბადებს ჩვენში სულიერ თავისუფლებას. მემშტობებით მაყურებელს ხვალამდე დროებით. დროებით. ახალგის. მადლობა.